გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 9 საათი, ოთხშაბათი და პოდკასტ არიადან დაგიბრუნდით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და საჭირო თემით. შეგახსენებთ, რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმდგენი ამ მხარდამჭერი არის 26 წლიანი გამოცდილების გერმანული ბანკი პროგრედიტ ბანკი და რაზე ვისაუბრებთ დღეს? დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რეპროდუქციაზე, შვილოსნობაზე, ინვიტრო განაყოფიერებაზე, ემბრიონის გაყინვაზე, რაც ძალიან ისეთი აქტუალური თემა არის და საერთოდ რა სტიგმები არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. სასაუბროდ ჩემთან სტუმრად არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, ძალიან ლამაზი და გაგაცნობთ ვინ არის, თეონა ანთი არის, შეიძლება ბევრი თქვენგანი იცნობთ და ვინც არ იცნობთ, გეტყვით რომ თეონას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით, ესე ვიტყოდი და ის არის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ანიმას დამფუძნებელი. გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ადრე დავუთმეთ ამ საკითხს ერთი ეპიზოდი და ძალიან ბევრი კითხვა დარჩა მაყურებელს და მიხარია რომ შეგვიძლია რომ ბევრი კითხვაზე დღეს გავცეთ პასუხი და ჩვენ პატარა ქაუბარი ვქონდა ერთმანეთში და ვიცი რომ ძალიან საინტერესო ამბავი გველოდება წინ. მოდი დავიწყოთ აი ესეთი კითხვით დავიწყებდი პირდაპირ, რომ თუ შეგიძლია ერთი მითი, ერთი სტიგმა რაღაც, რო თქვა ისეთი, რომელსაც აი ამდენი ხნის განმავლობაში შეეჩეხე და მიხვდი რომ მითია და სტიგმაა, რომელ სიტყვი, რომელს მოაშორებდი, რომ შეგეძლოს აი ესე უცებ მოაშორო, რაც ხელს უშლის წყვილებს, რომ მოვიდნენ თქვენთან და დაიწყონ ამ საკითხზე ფიქრი და მუშაობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან სასიამოვნოა ასეთ აქტუალურ თემაზე საუბარი დღეს, იმიტომ რომ დღესდღეობით ნამდვილად უშვილობა 15%-ია, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები და ნამდვილად არ არის 15% დაბალი პროცენტი. ძალიან ბევრი სტიგმები და მითები არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიგმა არის ალბათ როლი. უნაყოფობის, ანუ უნაყოფობის როლს მაინც მიაკუთვნებენ უფრო ქალებს, თითქოს ქალები არიან დამნაშავეები და ამ სირცხვილი შეგრძნება აქ ასეთ შემთხვევაში ქალბატონებს, იმიტომ რომ მათი ბრალეულობა გონიათ და თვითშეფასება აქვს დაქვეითებული და სირცხვილიც არის რომ უჭირთ ექიმთან მისვლა და ამ თემაზე საუბარი, ეს არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე არის ალბათ ეს ხელოვნური განაყოფიერება, მეორე სახელი მისი არის ინვიტრო განაყოფიერება, ეს არის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მიდგომა, რომელიც აი ხელოვნურთან მათთვის უფრო ასოცირდება და თითქოს ეს ემბრიონი, რომელიც შეიქმნება, შეიძლება გენეტიურად მათი არ იყოს. ეს პირველი შიში აქვს და მეორე მითი რა თქმა უნდა და ეს მეორე, რომ ესეთი ბავშვები არ არიან ჯანმრთელები. თუმცა ეს წლების პერიოდში მუსირებს ეს მოსაზრება ინვიტროსთან მიმართებაში, თუმცა ეს ბოლო პერიოდი მოსახლეობა ძალიან განათლდა ამ საკითხთან მიმართებაში და ცნობიერება გაიზარდა კონკრეტულად ინვიტროს განაყოფიერების მიმართ და არის მითები და სტიგმები, რომელიც მცირედად შემცირდა, თუმცა მაინც რაიონებში და სოფლებში და საჭიროა ასეთი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა და ვთქვათ ინფორმაციის ნაკლოვანება აქვთ უფრო ესეთ პაციენტებს და საჭიროა უფრო ფართო, ასე ვთქვათ, ღონისძიებების ჩატარება, რომ სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია ესეთ სახის პაციენტებს, თუ რას გულისხმობს ინვიტრო განაყოფიერება, რომ ეს მითები და სტიგმები მაქსიმალურად შევამციროთ მათი არსებობა საზოგადოებაში. კი, მე ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, არა მე ძალიან ისე მედიცინის ენაზე არ ჩავალთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ მე კითხავთ ზოგადად პროცესი რა უყურებთ, უბრალოდ მაგამდე მაინტერესებს. აი არის ესეთი მოსაზრება, რომ აი არ ვიცი, წყვილებს ძალიან ეშინიათ, დაოჯახებიდან ან ერთად ცხოვრებიდან რამოდენიმე თვეში თუ არ დგება, ვთქვათ, ორსულობა და ეს ნაყოფობა, რასაც არ ვიცი როგორ ეძახით ამ ამბავს. ექიმები და რაღაცა მიდის ხოლმე ამაზე ღილვა რომ ვაიმე და ვიღაც არ არის ჯანმრთელი. საერთოდ ზოგადად რა ითვლება მცდელობის დაწყებიდან თუ არ ვიცი როგორც არის, რა პერიოდში უნდა დადგეს ორსულობა და რა პერიოდის შემდეგ როცა არ დგება, უკვე საჭირო არის ექიმთან ვიზიტი. რეგულარული სქესობრივი კონტაქტიდან 1 წლის თავზე თუ არ დგება ორსულობა, აუცილებლად უნდა მივმართოთ უკვე რეპროდუქტოლოგს. თუმცა თუ ეს ასაკი არის 35 წლის ზემოთ, უფრო დროული მიმართვიანობაა საჭირო, ვინაიდან ყველა ქალს გვაქვს
ბიოლოგიური საათი, ხო? დროსთან ერთად ეს საკვერცხის მარაგი და ფოლიკულების რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, წლებთან ერთად ეს უფრო სახეზეა და უფრო პრობლემა, უფრო მძაფრად შეიძლება აღმოცენდეს, ამიტომ 35 წლის ზემოთ დროული, თუნდაც 6 თვეში მიმართვიანობაა საჭირო, რომ დიაგნოსტირდეს პრობლემა. აუცილებელი არ არის, რომ ჩვენ რაიმე სახით ჩარევა ვაწარმოოთ. უბრალოდ უნდა დაისვას დიაგნოზი, რომ აქ არ არის პრობლემა, წყვილს აქვს უნარი, რომ იყოლიოს თავიანთი გენეტიური შვილი და ელემენტარული მცირედი დახმარებითაც კი მოხდეს ამ მიზნის მიღწევა, ხო, რასაც შვილი ქვია. და ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ღელვაი, რაც თქვენ ახსენეთ, გეთანხმებით, იმიტომ რომ უფრო ქართველ ქალში აი რა საინტერესო, ეს ალბათ უფრო გენური კოდივით გვიდევს ქართველ ქალებს, რომ ქარის მთავარი ფუნქცია აღიქმება, რომ არის დედობა. რომ ამისთვის მოევლინენ ამ საყაროს, რაც გამოყოფ უცხოელებთან მიმართებაში, სხვა ერების ქალებს ესე მძაფრად არ აქვთ გამოხატული, იმიტომ რომ ისინი შეიძლება ითქვას, რომ უფრო რეალიზებულების გარდა თვითშეფასება უფრო მაღალი აქვთ. და თუ გახდება დედა ძალიან კარგი, მაგრამ თუ მას ეს უნარი არ აქვს, ამით ყველაფერი არ სრულდება. რასაც ქართულ ქალზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მისი მთავარი შინაგანად აღქმა არის ის, რომ ის დედა თუ არ გახდება, ამ ფუნქციისთვის მოევლინა ქვეყანას და მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას. ამიტომ უფრო მძაფრად აღიქვავენ ამ უშვილობას და ქართულ პაციენტებთან მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე სხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალებთან. ფსიქოლოგიურად იმდენად დასტრესებდით, რა იმდენად მათთვის მნიშვნელოვანია ეს დედობა და ეს არის მთავარი საწყისი, რომ მათთან ფსიქოლოგიის ჩართვაც კი აუცილებელია, რომ რაღაც მიზნამდე მივიდეთ. რომელსაც ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, სხვა ქალბატონებზე, სხვა ერებს, იმიტომ რომ მათ უფრო სხვა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ. ალბათ გულისხმობ განვითარებული ქვეყნების ქვეყნების და ამის გარდა ხა ზეწოლაც ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების როლი და წნეხი, იმიტომ რომ საზოგადოება აი გათხოვებიდან ფაქტურად უკვე 2 წელიწადში ისვავს ისეთ კითხვებს, ისეთ პირადში შემოიჭრება ხოლმე, უფრო მალე ხანდახან. ჩემი აზრით გათხოვების მომენტიდან უკვე ნამდვილად და სულ არის ამაზე ზახილი კითხვა და რატომღაცა ეს საზოგადოების და წნეხი ძირითადად უფრო ქალებზე მოდის, ვიდრე მამაკაცებზე. ამ დროს უნაყოფობის უშვილობის პრობლემა 40% არის ქალბატონიდან გამომდინარე, 40% მამაკაცი და 20%-ია დაუდგენელი ან ორივე ერთად. ამიტომ კაცსაც ისეთივე როლი შეიძლება ქონდეს ამ უნაყოფობის პრობლემაში, როგორც ქალბატონს, მაგრამ ამის აღქმა გააზრება ნაკლება უჭირთ და შესაბამისად მაინც ქალზე მოდის ეს ზეწოლა ძირითადად. შეიძლება ესე რომ დავუსვათ ესე კითხო ცოტა ეს, რადგან ამ პოდკასტში ფსიქოლოგია ძალიან მიყვარს და გამოცდილება გააქვთ დარწმუნებული რამდენი წლის განმავლობაში. ეს ხო არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ქალი არის ორსულად, ქალი ატარებს ბავშვს 9 თვე და თითქოს ქალიანი მთავარი ფიგურა და თუ პრობლემა არის, შესაბამისად ქალში უნდა იყოს ეს პრობლემა. თუ არა ხა მე გამიგია ისეთი ტექსტებიც, რომ ჩემ შვილს, როცა მამაკაცია საუბარი, ჩემ შვილს პრობლემა ვერ ექნება, როდესაც ამ კაცის დედა იძახის ხოლმე ეგეთ წყობს, ეგეთი შემთხვევებიც გამიგია. პირველი სტერეოტიპი აი მამაკაცებიდან, რაც მოდის ალბათ, ეს არის, რაც დაუკვირვებულა რომ ჩვენ პრაქტიკულ მუშაობიდან გამომდინარე და საქმიანობიდან გამომდინარე, მამაკაცი არასდროს არ იღებს ამ პრობლემას თავის თავზე, იმიტომ რომ ეს ასოცირდება რაღაც პოტენციალთან. ანუ თუ მას აქვს უშვილობის პრობლემა, შეიძლება ქონდეს, ეს არის, რომ ის არ არის მამაკაცი და პოტენცია მისი არის შემცირებული და ამის აღქმა ძალიან უჭირთ, რომ შეუძლებელია რომ ესე იყოს. აღიარება, იმიტომ რომ ის არის ნამდვილი მამაკაცი, მასთან სქესობრივ კონტაქტთან არანაირი პრობლემა არ აქვს, შესაბამისად არ უნდა ქონდეს უშვილობის პრობლემა, რადგან წლებია ესე აღიქვავდა. დღეს უფრო შემოვიდა ეს თანამედროვე მიდგომების და ამ ინფორმაციის შემოსვლის ფონზე, ეს აზრი, რა თქმა უნდა, ესე მკაფიოდ არ არის, თუმცა დღესაც რჩება მამაკაცი და ის პროცენტი, რომელსაც უჭირს ამის აღიარება და ამიტომ მთავარი ზეწოლა მაინც გადადის ქალზე. ხა რაც შეეხება ქალს, გააჩნია ქალბატონს, რომელი სოციუმიდან არის. ნახეთ, თუ ეს არის მაინც უფრო ინფორმაციის ნაკლობობა, განათლება არ აქვს ამ სფეროში უფრო ღრმა, უფრო აი სოფლებიდან და რაიონებიდან არის, მათ აქვთ ასე ვთქვათ
თავისი ბრალი გონია ეს პრობლემა, ანუ მის ბრალეულობას დაღიქვავს, და ვერც რომ კი არ დგება უშვებს. ორსულობა და ამიტომ თვით კრიტიკა აქვს, თავის თავს ადანაშაულებს და ეს არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ქალბატონი, როდესაც პაციენტი მოდის ორი ქალი და კაცი წყვილი და ვხედავთ, რომ არის მამაკაცის პრობლემა, ქალი არ უშვებს ამას. წარმოუდგენელია, ეს ჩემში იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ აი რაღაცა თვით შეფასების შემცირება, ეს ინფორმაციის ნაკლოვანება, რომელიც ამას იწვევს. და უფრო რეალიზებულ ქალს, როდესაც თვით შეფასება უფრო მაღალი აქვს, პრობლემა მასში რო იყოს, ამას არ აღიარებს. ყოველთვის აი რომ მოდის, რომ ჩემში არ არის პრობლემა. აუცილებლად ნახეთ მამაკებს, რომ მე იმდენად, ანუ მას იმდენად თვით დაჯერებულია, რომ მისი პრობლემაც რო იყოს, არც თავთან არ აღიარებს. იმიტომ რომ დარწმუნებულია საკუთარ თავში. მაგრამ აი რამდენად ეგეც საინტერესოა, ხო, აი სოციუმული, რა თქმა სოციუმის როლი და ეს განათლება და ინფორმაციის სწორი მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ექიმობა ეს ძალიან რთული პროფესიაა და ძალიან ერთგვარი ნიჭია. იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს არა მარტო პაციენტის მკურნალობა, არამედ ფსიქოლოგიურად მისი დახმარება. ემოციურად უნდა ვიყოთ მის გვერდით, გავიაზროთ ეს სრული პასუხისმგებლობა და ყველა მომენტში თუნდაც შევასრულოთ ის როლი, რომელიც შეება კონკრეტულად იმ პროფილის ექიმს სრულად არ ეკისრება, ხო? ანუ ვიყოთ ფსიქოლოგებიც, მეგობრებიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ თვითონ ინვიტრო განაყოფიერება არის რთული გზა, ძალიან ბევრ სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული, ელემენტარულად პრეპარატების მიღება, ინექციები, ეს ხო ძალიან მძიმეა და ის სტრესი, ხო, რომელიც ამ გზას მოყვება. ამიტომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ას პაციენტთან გვერდით, ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ, რომ მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ორსულობა და დედობა ქვია. ისე როგორი უცნაურია რა, რომ ქალის რაღაცა ხანდაზმული ასაკიც არის, ხო, მაგრამ 30-ის ზემოთ უკვე ხანდაზმულ ორსულად მშობიარობად მოიაზრებენ და რეალურად როგორ გადალაგდა, ვთქვათ, სოციალური წყობაც გულისხმობ რა ცხოვრება, რომ იდეაში 30-ის ზემოთ ხარ უკვე ის, ვინც აი უკვე იცი დაახლოებით რა გინდა, ცოტა შემდგარი, ესეთი და უკვე შეიძლება რომ ვთქვათ თუ შვილი გინდა, ბუნებრივად შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს რა, ამიტომ რომ აი როდის ითვლება ყველაზე ესეთი რეპროდუქციულად ყველაზე კარგი ასაკი, როდეს არის შვილოსნობისთვის. ალბათ იდეალურია 35 წლამდე, ხო? და ვთქვათ 20 წლიდან, ხო? ცოტა მაინც უფრო ადამიანს გააზრებული აქვს თუ რა არის დედობა, ანუ რამდენად ეს მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და დედობა ხო არ არის მარტო ორსულობა და ბავშვის მშობიარობა და გაჩენა, ხო, აღზრდა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად, რამდენად ზრდა სრულფასოვან ფსიქოლოგიურად, სულიერად ადამიანს გავზრდით, ამიტომ რაღაც უფრო 130 წლის მერე ეს უფრო გააზრებული აქვთ. თუმცა შემდეგ უკვე 35 წლის ზემოთ ეს მარაგი უკვე მცირდება და ამიტომ ეგ სხვა პრობლემები, სამედიცინო პრობლემები იჩენს თავს. უცხოეთში დღესაც უკვე საქართველოში ძალიან აქტუალურია კვერცხუჯრედის გაყინვა, ანუ პრეზერვაცია, კი ბატონო, რომელიც ძალიან კარგი მეთოდია, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონები როდესაც კარიერული წინსვლა ეს პირველი და რაღაც ეტაპზე არ გეგმავენ ორსულობას და უნდათ რომ გააზრებულ ასაკში მოხდეს ეს პროცესი, შესაძლებელია თავიანთი კვერცხუჯრედი, ჯამრთელი კვერცხუჯრედის ამ მარაგის შენახვა და უკვე რაღაც ასაკში, როდესაც 35 წლის ზემოთ საკვერცხე დაიწყებს ნელ-ნელა ფუნქციონირება, მისი შემცირდება და ეს მარაგის შემცირება მიდის, მისი კვერცხუჯრედი შეუძლია გამოიყენოს. ასე ვთქვათ, აჩერებს დროს, ანუ ბიოლოგიურ საათს და ძალიან საინტერესოა ნამდვილად. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს რაღაცა წრეში მოვხდი, სადაც გავიგე 26 წლის გოგოსგან, როდესაც მან თქვა და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ მე ხა 31-ის ვარ და 26-ის რო ვიყავი, საერთოდ არც მიფიქრია მსგავს რაღაცაზე. მე ჩემ კარიერასო და მივხედო, ეხლა დიდი გეგმები მაქვს, და მე საერთოდ არ ვიციო, ანუ არ მყავს გვერდით არავინო და მე არ ვიციო მაგისთვის მოვიცლი თუ არაო საერთოდ და გადავწყვიტეო რომ გავყინოო რა, ეხლავეო, უკვეო და მე ვნახოთ, არ ვიცი რა გააკეთა ამ გოგომ საბოლოო ჯამში აღარ გავუყოლინო ვარ მის ისტორიას, მაგრამ ხშირად გავიგე უკვე ეს ამბავი. საინტერესოა რა ხდება საერთოდ, ანუ რა პროცესი მიდის, რამდენი ხანი ძლევს ეს გაყინული კვერცხუჯრედი, აი ყველაფერი რომ გაყინული კვერცხუჯრედის გაყინვა მიმდინარეობს პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, ხდება პაციენტის შეფასება, იმიტომ რომ ჯამრთელობის მდგომარეობა მას უნდა უწყობდეს ხელს, რომ შევძლოთ საკვერცხეების სტიმულაცია.
და ოპერაციის გზით ეს არის 10-15 წუთიანი ტრანსვაგინალური აღება პუნქცია ამ კვერცხუჯრედების, ხდება შენახვა ემბრიოლოგიურ განყოფილებაში, სადაც კვერცხუჯრედის გაყინვა უვადოდ არის შესაძლებელი, ანუ არ არის განსაზღვრული პერიოდი, რომ იმის შემდეგ ხდება, ვთქვათ, მის ვარგისიანობაზე ახდენს გავლენას, როგორც პაციენტს უყვარს, რომ 5 და 6 წლის მერე ის ისე ვარგისიანი იქნება, ხო არ გაფუჭდება, ესეთი კითხვები მოდის ხოლმე. არა, ნამდვილად ეს არის უვადოდ და წლების შემდეგ შეუძლია გამოალღოს, გაანაყოფიეროს სპერმით, მისი პარტნიორის სპერმით და გზა ემბრიონის გადატანა მოხდეს საშვილოსნოს ღრუში. არა მარტო გადავადება ხდება ამ დროს მისი ბიოლოგიური საათის პოტენციალის, ასე ვთქვათ, რეპროდუქციული პოტენციალის. არამედ ეს მეთოდი გამოიყენება ისეთ პაციენტებში, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებში იტარებენ ქიმიო და სხივურ თერაპიას, ხო? იმიტომ რომ ეს მეთოდი მკურნალობის იწვევს საკვერცხეებში მარაგის შემცირებას და ნუ ახლა გესმით, როდესაც ონკოლოგიური პრობლემებია, იქ შვილოსნობაზე არც ფიქრობენ, ხო? ესეთი პაციენტები ოღონდ გადარჩნენ და ვთქვათ ჯანმრთელები დაუბრუნდნენ ხო საზოგადოებას. ამიტომ ასეთ პაციენტებში სანამ ესეთი მკურნალობა დაიწყება, ჩვენ ვინახავთ კვერცხუჯრედებს, რომ წლების მერე, როდესაც მოხდება მარაგის შემცირება, მას აქვს შენახული მისი გენეტიური მასალა და ხდება ორსულობის დაკექვა. ეს ძალიან მაგარია. ამ ძალიან კუთხით კარგი არ ნამდვილად მიფიქრია და ონკოპრეზერვაცია ონკოლოგიურ პაციენტებში ფერტილობის შენარჩუნება არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი დღეს ამ თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე გვაქვს ამის საშუალება. კი, ძალიან ისეთი რაღაცნაირი ეს იყო მომხდა, იმიტომ რომ ბევრი არის ალბათ. ამ შემთხვევაში ორსულობა 100% იგივე არის მამაკაცების შემთხვევაში, ვთქვათ, პროსტატის სიმსივნეების დროს, ახალგაზრდა ასაკში ეს იშვიათობა, მაგრამ არის იქ სხვა ონკოლოგიური პათოლოგიები, ასევე სპერმის შენახვაც შეიძლება მასალის და შემდეგ გამოყენება მისი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად. შვენიერი. ანუ თითქმის ყველანაირი გზა არსებობს თუ იმისთვის რომ დღეს 21 საუკუნეში ნამდვილად მე მიყვარს ეს სლოგანი, როცა პაციენტები მოდიან, რომ იცით რა, არ არსებობს დღეს ისეთი პათოლოგია, რომ თქვენ შვილი არ გყავდეთ, ანუ მისი მკურნალობა შეუძლებელი იყოს, ხო? იმდენი მეთოდი არსებობს. ამიტომ პირველი ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური, მას ესე ვიწყებ, რომ არინერვიულად აუცილებლად არის გზები მილიონნაირი, თუ მოხდება სწორი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა, რომ მივიდეთ შედეგამდე. და ამ შემთხვევაში, როდესაც ხდება გაყინვა, ორსულობა 100% დგება, მე ამ გამოყენებული სპერმის იქნება თუ კვერცხუჯრედის შემთხვევაში 100% დგება თუ მანდანუ შანს როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნება. ძალიან კარგი კითხვა, რატომ ხაც აი მოლოდინები პაციენტებს აქვთ ძალიან სრულ. ეს ამაზე უფრო ღრმად ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ინვიტრო შედეგად ორსულობის შანსები არის დაახლოებით 50-50-ზე, ხო? ნუ თუ გენეტიური კვლევა ხდება ემბრიონის, შეიძლება 70%-ზეც ავიდეს. თუმცა ეს არ არის 100%-იან. ანუ სრულ მოლოდინებს შეუძლია იმდენად დიდი ზიანი მიაყენოს პაციენტს, რომ უბრალოდ ვერ მოხდეს მკურნალობის პროცესის გაგრძელება, იმიტომ რომ მას გონია, რომ ამ პროცედურით 100%-იანი ეყოლება შვილი. როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმა ზუსტად გამოთვალოს ის პროცენტი, თუ რა შანსები აქვს მას ორსულობის. ანუ ეგ მოდი მივყვეთ, რომ არ არის ინვიტრო განაყოფიერება, რომ მოვყვეთ როგორ ხდება რა. აი მე მაგალითად ადამიანმა რომელმაც არ ვიცი. ან არ მაქვს უბრალოდ შეიძლება ვიცი, მაგრამ ექიმისგან მოსმენილი ის ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მართლა სარწმუნოა და აი რო ვიტყვი, რომ აი ეს არის რა. აი ესეთი ინფორმაცია მინდა რომ მოვიცნო. თვითონ პირველ რიგში ინვიტრო განაყოფიერებას უნდა კონდეს ჩვენება. ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ინვიტრო მკურნალობის დანიშვნა და გაკეთება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც არ სჭირდება და შესაძლებელია ელემენტარული მკურნალობით მოხდეს დადგეს ორსული. და აუცილებელია იყოს ჩვენება ინვიტრო განაყოფიერების. ჩვენება, მამაკაცის ვთქვათ პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სპერმაში არის მილიონობით სპერმატოზოიდი და როდესაც ერთეულები არის აზოოსპერმია, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული, ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის, ვთქვათ, მამაკაცი ახლა ვცდილობ მაქსიმალურად საზოგადოებრივ ენაზე ავხსნა, რომ პაციენტისთვის იყოს გასაგები. მამაკაცის პრობლემით გამოწვეული უშვილობა ან ქალის მხრივ, ვთქვათ, მილები არის გაუვალი და შესაბამისად ვერ დადგება ორსულობა, ან ასაკობრივი ჯგუფია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ბუნებრივი გზით ორსულობას ველოდოთ, სადაც პროცენტი ბევრად დაბალია, ვიდრე ხელოვნური განაყოფიერებით შედეგად მიღებული ემბრიონის, ასეთ პაციენტებში ჩვენების შესაბამისად გეგმავთ უკვე ინვიტრო განაყოფიერებას.
ინვიტრო განაყოფიერება თვითონ შედგება 3 ეტაპისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი რა თქმა უნდა, ვიტყვით რომ არის მომზადების პერიოდი, ანუ ყველა ქალბატონი, როდესაც უგეგმავთ ასეთ პროცედურას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჰორმონალური სტატუსი უნდა იყოს შესფასებული. ვინაიდან არიან ქალბატონები, რომლებისთვისაც უკუჩვენება ელემენტარულად სტიმულაცია, ან სტიმულაცია უნდა მოხდეს საკვერცხეების, რასაც ვეძახით, რომ წამლებით ხდება ამ საკვერცხეში ფოლიკულების გაზდა, მსუბუქად. ანუ ძალიან მცირე დოზა პრეპარატი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გამოვიწვევთ ჯანმრთელობას მივაყენებთ ზიანს, ხო? მეორე ეტაპი უკვე ვიწყებთ სტიმულაცია საკვერცხეების ნემსებით, ეს გრძელდება დაახლოებით 12-დან 14 დღემდე მაქსიმუმ. და უკვე მესამე ეტაპი არის ქირურგიული გზით, საშვილოსნოს, ტრანსვაგინალურად საშოდან ხდება ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ამ ფოლიკულები და კვერცხუჯრედების მიღება. აი უკვე შემდეგი ეტაპი რაც არის, ეს არის უკვე ემბრიოლოგიურ განყოფილებაში ამ კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმით და მიღებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, ხო, რამოდენიმე დღის მერე. ხა თვითონ ამის პლუსი რა არის, რომ ჩვენ ერთ თაზე შეიძლება მივიღოთ რამოდენიმე ემბრიონი, ან კვერცხუჯრედი ვთქვათ, მოხდეს ორი ემბრიონის გადატანა, ან ერთი ემბრიონი არის იდეალური ოქროს სტანდარტი, რომ არ მოხდეს მრავალნაყოფიანი ორსულობა, იმიტომ რომ ამასაც თავის რისკები აქვს, ხო? მრავალნაყოფიანი მოერთ ტყუპები და ტყუპები, ამიტომ რომ ინვიტრო განაყოფიერების დროს არის ძალიან ხშირად მრავალნაყოფიერი ორსულობა, ვინაიდან ორი ემბრიონის გადატანა ხდება, თუმცა დღეს ახალი, ოქროს სტანდარტია, რომ მოხდეს ერთი ემბრიონის single embryo transfer, ანუ ერთი ემბრიონის გადატანა, რომელიც ამ რისკებს შეამცირებს მრავალნაყოფიანი ორსულობის, ვინაიდან ძალიან ხშირია შემდეგ ნადრევი მშობიარობები, ძალიან რა თქმა უნდა, ამის გარდა არის ხშირი, ვთქვათ, ორსულობის პერიოდში სხვა სახის გართულებები, პრეეკლამპსია, ეკლამპსია, როცა იქ წონაც მოდის სახეზე, ამიტომ ერთი ორსულობა მაინც უფრო ასოცირდება სიმშვიდესთან, ჯანმრთელ ახალშობილთან და დედის მხრივ გართულებებიც უფრო ნაკლებია. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან ერთი ემბრიონი გადაგვაქვს და თუ გრჩება ემბრიონი, ხდება მისი შენახვა. ანუ ამ მეორე ემბრიონის გამოყენება პაციენტს შეუძლია თუნდაც წლების მერე. ვთქვათ, მეორე ორსულობაზე, როდესაც იფიქრებს, აღარ დაჭირდება ამ ხელა პროცესების გავლა და გამოიყენებს მის შენახულ ემბრიონს. ძალიან კარგი. ეს ძალიან კარგი მეთოდია დღეისათვის ნამდვილად. და აი შესაძლებელია, რომ არ ვიცი, 4-ჯერ მოხდეს ამ მეთოდით განაყოფიერება, ანუ აქვს რამე მაქსიმუმი, როდესაც უკვე აღარ შეიძლება. იცით რა, ეს სტატისტიკურად და სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული, ჩვენ ხო ყველა ექიმი ვემყარებით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, ხო, რომელიც გამყარებულია სხვადასხვა კვლევებზე. ვეყრდნობით, თქვათ, ევროპულ და ამერიკელ ასოციაციებს და ორგანიზაციებს, რომელიც გვაწვდიან სარწმუნო ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ემბრიონის მკითხეთ რაოდენობაზე, ხო? ემბრიონის რაოდენობა. ანუ ორსულობის დადგომა ინვიტრო განაყოფიერებით. ხო, აი ზუსტად ამაზე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუმცა ის ორგანიზაციები ჯერჯერობით არ არის ისეთი კვლევა, რომელმაც მოგცეს ზუსტი ინფორმაცია, რომ თქვათ რაღაც რაოდენობა ჯანმრთელობისთვის კარგი და იმის ზემოთ არ შეიძლება. ესეთი ზუსტი მონაცემი არ გვაქვს დღეისათვის, თუმცა რა თქმა უნდა, რაც უფრო მცირე რაოდენობრივ სტიმულაციის შედეგად დადგება ორსულობა, ნუ სტრესიც, ნერვიულობაც, ფინანსური დანახარჯიც მაქსიმალურად დაბალია. და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ თუნდაც ერთი სტიმულაციით მოხდეს ორსულობის დადგომა. საინტერესოა ძალიან. შემდეგი კითხვა მექნება ეგეთი, რომ აი როდესაც მოდის პაციენტი, რამდენად არის ხოლმე ქალს და მამაკაცის შემთხვევაშიც, რომ აი რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ. და ვერ ხვდებიან ამ ფსიქოლოგიურ პრობლემას და აი ამ ფსიქოლოგიურ პრობლემის გამო ვერ იდგება ორსულობა, ნაყოფობა რა. და აი მერე რომ მოაგვარებენ იმ ფსიქოლოგიურ პრობლემას, მერე შეიძლება რომ და რამდენად ხშირია ეგეთი შემთხვევები. ძალიან საინტერესო კითხვა. ეს ალბათ უფრო ქვეცნობიერში ბევრ პაციენტთან დევს ხოლმე ქვეცნობიერში თვითონაც ვერ ხვდებიან და არ იციან რა რომ მათ აქვთ ეს ფსიქოლოგიური პრობლემა. მე მყავდა ესე ძალიან საინტერესო შემთხვევა პაციენტი, რომელსაც სადღაც ალბათ 10 წლიდან სულ მეც მოდაო, რომ დეიდა იყო უნაყოფო.
და სულ სახში იყო მის შესახებ ტრიალებდაო, რომ აი არ ორსულდება ეს ჩვენი ანი და რა ხდება და რა პრობლემა შეიძლება იყოს და აი სულ ეს პრობლემა მუსირებდაო წლების მანძილზეო, 8 წლის თავზე დადგა ორსულობაო და იმდენად მიყვარდაო მე ჩემი დეიდაო, რომ სულ ფიქრობდიო, რომ მეც რო იგივე პრობლემა მქონდეს და მერე წავედიო, რომ გავიზარდეო სტუდენტობის პერიოდი რო იყო და უკვე ცოტა ინფორმაცია მოვიძია ამის თაობაზე, სულ მქონდა ჩადებული, რომ მეც ვერ გავხდები დედა, იმიტომ რომ გენეტიურად შეიძლება დეიდასგან მქონდეს ეს და თუ გათხოვებიდან ფაქტიურად არანაირი პრობლემა არ იყო, 7 წლის თავზე აი დაუდგენელი გენეზის უნაყოფობა იყო. ანუ მიზეზი ვერ დავადგინეთ, რამოდენიმე ფსიქოლოგთან მკურნალობის ფონზე 7 წლის თავზე დადგა ორსულობა, ისიც ხელოვნური განაყოფიერებით. და რა საინტერესოა, პირველი ორსულობის მერე ზუსტად 1 წელიწადში დადგა ბუნებრივი ორსულობა. აი ეს უნდა მეკითხა, და ყავს ახლა 3 შვილი, 1 ინვიტროთი და 2 ბუნებრივი მერე. გზით. ანუ იმდენად ეს ოღონდ ეს თვითონაც არ იცოდა, ანუ უბრალოდ ეს ისტორია ახსოვდა, ანუ სტუდენტობის დროს ეს მოძიების ფონზეო გავარკვიო და რაღაც, მაგრამ აი წლები რო გავიდა ამ პრობლემაზე არ საუბრობდა, უფრო ფსიქოლოგმა ამომიღო ეს რაღაც ქვეცნობიერად და მე მივხვდი რომ რეალურად ეს იყო, რაც ბლოკავდა ვთქვათ ამ ჩემ აღქმას იმაზე, რომ შეიძლება ძალიან თავისუფლად მკურნალობის გარეშეც გავხდე დედა, ხო? იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ ქონდა. ამიტომ კი ეს რა თქმა უნდა არსებობს და ნუ შიში პირველ რიგში, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ დღეს ეკონომიური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის, ეს ფინანსური პრობლემები, ეს ხარჯი და ძირითადად მაინც სტრესი და რომ მოდის პაციენტი პირველი მეკითხება, რომ იცით რა, თუ არ დადგა ორსულობა მეორეც თისთვის, ანუ მე ფინანსურად მზად აღარ ვარ და ეს შიში უფრო აქვთ და პირველ ცდაზე რო არ დადგეს, აი მე რა გავაკეთო, ანუ როგორ უშველო ამ ჩემ პრობლემას, ხო? ამიტომ ეს ფინანსური მომენტიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ასეთ პაციენტებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესია და რაღაც სრუმოლოდინებიც შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ექიმები ამ სტრესის გადალახვაში, რომ მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც თქვა დედობა ქვია და ახალი სიცოცხლის დაბადება, ხო? აი ეს რო ვახსენეთ ეს ისტორია, რაც მოყევი, ეგ ეხა მახსოვს, რომ ერთი საუბარი ქონდა სტუმართან და ეგ არის არსებობს ესეთი ერთგულების სქემა, რომ ადამიანი ერთგულობს მეორე ადამიანს, ხშირად არის ხოლმე მშობლებთან, მაგრამ ეტყობა ეს დეიდა იყო, ხო? არის მისი ძალიან ახლო ადამიანი იყო სავარაუდოდ და ეს ქვეცნობიერად ჩაბეჭდილი ერთგულების სქემა, რომელიც ვერ ხვდები, როდის რა მომენტში იჩენს თავს და ერთგულება ნიშნავს იმას, რომ აი შენ დეიდა როგორც დაიტანჯე, მეც ისე დავიტანჯები, იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. და ეს ქვეცნობიერად მიდის აბსოლუტურად და ვლინდება მე რაღაცა ბევრი. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი როდესაც საუბრობენ თქვათ რეზიდენტები, ჩემთან გოგოები და სტუდენტები მაქსიმალურად უხსნით და ექიმობა არ არის მარტო თქვათ ცოდნის მიღება და ამ ცოდნის გაზიარება და სწორად მკურნალობა. ექიმობა არის ცალკე ნიჭი, რომ აი ემოციურად დაეხმარო პაციენტს. მე მყოლია ძალიან ბევრი კოლეგა მყავს, რომელიც ნამდვილად უნიჭიერესები არიან და თავის საქმეში პროფესიონალები, მაგრამ ემოციური ბმა არ აქვს პაციენტთან. ან თუ ის ვერ გძნობს, რომ შენ მასთან ერთად განიცდი ამ ტკივილს და ეს ამის მსახიობობა ძალიან რთულია და სულ რაღაცა მიჭირს, იმდენად ემოციურად შევდივარ ამ პაციენტების მდგომარეობაში, რომ აი საღამოს რომ მივდივარ სახლში და აი ვფიქრობ, რომ ანუ ალბათ იმ უარყოფით ემოციას ვერაფერი ვერ გადალახავს, მაგრამ როდესაც არის დადებითი, არ ვიცი, აი შენ რომ მონაწილეობა მიგიწვის ამ ბედნიერებაში, არა მარტო წყვილის, არამედ მას მოყვება ხო მთელი ოჯახი, მშობლები და ძალიან დიდი საზოგადოება, რომელსაც აბედნიერებთ ახალ სიცოცხლის მოვლინებაში დიდი როლი გაქვს. მე რო ხვდები, რომ კი ძნელია, მაგრამ ეს ამათ ღირს. ამიტომ აი ეს ემოცია თუ არ ჩაიდო და გვერდში არ დაუდექით პაციენტს, ფაქტიურად მკურნალობასაც აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ კი ფსიქოლოგი ერთვება, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიურ დახმარებას თხოვს ექიმს, ვისთანაც მკურნალობს. იმიტომ რომ შენ უნდა დაუდგე გვერდში და ეს ძალიან ხშირად მინახია და ხშირად ვიძახი, რომ პაციენტმა თუ არ არის ჩემთან მოსული მისი ახლობლისგან, რომელიც ორსულად დადგა და არ მიცნობს, მკურნალობა უფრო მიჭირს. იმიტომ რომ მას რო აქვს ინფორმაცია, რომ აი ბავშვი დაინახა და ის არის თეონას თქვა დახმარების შედეგად, დობაც უფრო დიდი აქვს და შესაბამისად ფსიქოლოგიურად მოდის მომზადებული.
და შედეგს უფრო მარტივად ვაღწევთ. ამიტომ მაინც არის პირველ რიგში ექიმის დობა და ნუ მიყოლა იმ პროცესების ზუსტად ზედმიწევნით, რაც საჭიროა იმ რთული გზის გასავლელად და ბოლოს სიცოცხლის დაბადებით, როდესაც მთავრდება, ამიტომ ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში ემოციის გამოხატვას და თანადგომას. კი, მაგას მეც მე თქვა ამ თემაშს უბრალოდ არ მიმართავს ამ თემით ექიმთან, მაგრამ რაც მიმართავს, მაგალითად თვალზე მქონია პრობლემა რა და მე მახსოვს რომ სამწუხაროდ აქვე ვიტყვი რომ ექიმების კომპეტენცია ჩვენ ქვეყანაში არ არის ისეთ სიმაღლეზე რომ ყველას ენდო და ჩვენ გვიწევს ექიმების გაკითხვა ხო? ანუ ვიღაცებს ვიკითხოთ იქ ვინ გააკეთა რა გააკეთა და მე მივდივარ ერთხელ ექიმთან და მე მახსოვს რომ ორი ექიმი მირჩიეს ამ თვალზე რა და ნუ მივედი ერთთან კონსულტაციაზე და რაღაცებ გავიარე, მე მივედი მეორესთან და ერთთან რომ მივედი ჯერ რომ ექიმთან რომ მიდიხარ ეს არ გილხინს ხო რაღაც გიჭირს უკვე და რაღაც პრობლემა გაქვს რა მიდიხარ ამ ექიმთან და აი როცა ვერ ხედავ ემოციურ მას აი რაზეც ლაპარაკობ და აი რაღაც მითხრა რომ ეგ დაჯექი რა და ვეკითხები რომ რატო დავიშდე იქ რა ხდება და არ გიხსნის უბრალოდ გემო რომ დავიშდე და მეორესთან მივედი რომელმაც დაწვრილებით ამიხსნა რომ აი ხა ეს გაკეთდება მე ეს გაკეთდება ხა ამას იმიტომ მოკეთებდი ხლა იმას იმიტომ გაკეთებ და ჩემ გადაწყვეტილება საბოლოოდ მისანაც გავაგრძელე კომუნიკაცია და შემდეგ ვიზიტები, რა თქმა უნდა, იყო ის ადამიანი, ვისგანაც დავინახე, რომ მე არ ვიყავი რიგითი ნივთი, რომელსაც რაღაცას სტიმულაციას რაღაცას ჩაუტარებდა და გამიშვებდა რა. ვიყავი ადამიანი, ემოციურად მომიდგა გამცა პასუხი, რაც მჭირდებოდა ინფორმაცია მომაწოდა და უკვე სიმშვიდე შემოვიდა და ინფორმაციის სწორად მიწოდება. ნახეთ, აი დანიშნულებაზეც მოდის და თუნდაც რაღაც ერთი წამალი უნდა დანიშნო. ხო, აი იმასაც უხსნით, რატო უნდა მიიღოს, რა პროცესებისკენ მივდივართ, რისთვის ანუ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის ახსნა პაციენტისთვის, რომ მას კითხვები არ დარჩას. და იმ კითხვებს, როდესაც სვავს, უნდა მივაწოდოთ სარწმუნო ინფორმაცია, ანუ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. არა ის, რომ აი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, არა, იმიტომ რომ მე შეიძლება პრაქტიკა, ნუ ნახე ათასობით პაციენტი, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო მტკიცებულებებზე, რასაც evidence based medicine, ანუ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინაზე, ეს არის კვლევებზე დაფუძნებული მედიცინა, რომელიც მსოფლიოში ტარდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ და ის სარწმუნო ინფორმაციით უნდა უმკურნალოთ პაციენტს. აი ამიტომა ექიმების, აი ძალიან ჭკვიანი და ნამდვილად პროფესიონალი ექიმები გვყავს, თუმცა სულ უნდა ვითარდებოდეს ექიმი, სულ უნდა წინ იხედებოდეს, სწავლობდეს, იმიტომ რომ მედიცინა ძალიან სწრაფად განვითარებული დარგია. აი თქვათ ერთი თვის წინ რაღაც რო იყო, დღეს შეიძლება ის დანიშნულება იმ პაციენტს ძველმოდურია და აღარ ენიშნება, ხო? ამიტომ თუნდაც ინფორმაცია ინტერნეტში, როდესაც პროფესიონალურად ექიმი მოიძიებს, უნდა იცოდეს როგორ შეაფასოს ეს ინფორმაცია, რამდენად სარწმუნოა. ჩვენ ვეძახით ამას P-value, ანუ სარწმუნოების ინდექსი, იმიტომ რომ მილიონობით ინფორმაცია დევს ინტერნეტში. და მილიონობით კვლევა. ეს ძალიან რაღაც მხრივ კარგია, იმიტომ რომ ინფორმაციასთან წვდომა უფრო გამარტივდა დღეს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან უარყოფითი შედეგი მოგვცა, იმიტომ რომ უნდა იცოდეს, თქვათ, პროფესიონალმა ექიმმა როგორ შეაფასოს ეს კვლევა სარწმუნოა თუ არა. ანუ უნდა იყრდნობოდეს ამას თუ არა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბოდიში გადაყოლეთ, ამ ძალიან ბევრი კვლევები არის, რომელიც არის შეკვეთილი კვლევას, რომელიც ეძახიან და შეიძლება ანუ რაღაც ისეთ კვლევა წაიკითხა, რომელიც გონია და სამდროში ისეთი შეკვეთილია, რომ იმას მოწმობს, რომ მე რა ვთქვა პირობითად ვთქვი, წამალი გაიყიდოს. ზუსტად, ამიტომ რომ აი კლინიკას ეს გაიდლაინებზე, პროტოკოლებზე დაფუძნებული მკურნალობა. ყველა ექიმი უნდა მიყვებოდეს იმ პროტოკოლს, შიდა სტანდარტებს, რომელიც კლინიკაშია. თქვათ კლინიკაში ჩვენთან არის უკვე 5 ექიმი, თქვათ რეპროდუქტოლოგი და მე რო არ ვარ, თქვათ კლინიკაში ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პაციენტი იგივე პროტოკოლით და გაიდლაინით იმართება, რომელიც თქვათ არ მეშინია ექიმთან, სხვა ექიმთან თუ მივა. როდესაც პროტოკოლებზე, მკიცებულებებზე დაფუძნებული სარწმუნო ინფორმაციებზე დაფუძნებული მკურნალობა მიმდინარეობს, იქ არ შეიძლება შეცდომა დაუშვათ. რა თქმა უნდა, შეცდომის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს პროცენტი მინიმალურამდე უნდა იყოს დაყვანილი. აი ძალიან სწორად შეეხეთ, თუნდაც აი ამ ინფორმაციის ნაკლოვანება ან გადაჭარბებული არასარწმუნო ინფორმაცია ძალიან ხშირია პაციენტების მხრიდანაც
ჩვენ მოძიება საუბრობთ კი ხო არსებობს ჯგუფები თქვათ პირდაპირ რა არსებობს ძალიან ბევრი ჯგუფი სადაც არ ვიცი დედების ჯგუფი ცალკე არის რაღაცების ჯგუფი ცალკე ქალების კაცების აი ყველანაირი ჯგუფი რაც კი შეიძლება ფანტაზიას და გონებას და იქ ვრცელდება პირადი გამოცდილებები ძალიან ბევრი ინფორმაცია მაგაზე მინდა რომ გველაპარაკო რამდენად საზიანო შეიძლება იყოს თქვათ პირობითად ჩემი გამოცდილების ვიღაცამ თავის თავზე რო აიღოს პირდაპირ და ესევე გააკეთოს ძალიან საზიანო ამას ფაქტიურად ეს ჩუმად მიმდინარეობს ხშირად და ვერ ხვდებიან თქვათ რამდენად საზიანო შეიძლება ეს იყოს ვინაიდან ეს ჯგუფები ნახევარზე მეტი არის ასე ვთქვათ შექმნილი სხვა კლინიკების და მარკეტინგოლოგიური ორგანიზაციების მიერ ხო და რო დაუკვირდეთ ძირითადად ამ ჯგუფებში არის ანონიმური ვთქვათ პასუხები ხო ისეთ რაღაცაზე გაცემენ ინფორმაციას რომელიც საერთოდ მათ პროფესიონალებზე არ არის საუბარი. საერთოდ ინფორმაცია არ აქვთ ამის შესახებ და იმდენად არასწორი, არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელება ხდება და ამას კითხულობს თქვათ ის პაციენტი, რომელიც უკვე ერთხელ წაიკითხა, მე ფსიქოლოგიურად ეს არა მყარი და არა ზუსტი ინფორმაცია და მცდარი ილექება გონებაში და როცა ჩემთან მოდის ჯერ პირველი ეტაპი არის და ძალიან დიდი დრო მჭირდება რომ აი ამ მცდარი ინფორმაცია ამოვიღო მის გონებიდან და მერე დავიწყო თქვა და ხშირად იციან თქვათ რომ აი მე ზუსტად ჩემთან ამ პრეპარატმა ესე იმოქმედა. კაცო, ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური, ყველას დიაგნოზი სხვადასხვა. თქვენთან შეიძლება იმოქმედა, მაგრამ სხვასთან და ინვიტროს შესახებ ისეთ თემებს განიხილავენ რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. აქვთ ყურმოყრული. აი როგორ უნდა გაიყინოს თქვათ ემბრიონი, რო არ უნდა გაიყინოს ერთზე მეტი, ან სტიმულაცია რა სქემით წავიდეს, ან რომელი თუნდაც ექიმების განხილვა, ეხა გასაგებია რომ ინვიტრო განაყოფიერება არ არის 100%-იანი, ხო? პირველი მაინც არის პაციენტის ნდობა, ანუ უნდა გენდოს პაციენტი, ხო? ვიღაცას თქვათ რაღაც ჯგუფ პაციენტ შეიძლება გამოუვიდეს და რამოდენიმე პაციენტს არ გამოუვიდეს, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ვისაც უარყოფითი შედეგით სრულდება, მას შეიძლება იმდენად მძიმე პრობლემა აქვს, ხო? დიაგნოსტირებულია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უარყოფითი შედეგით სრულდება. ამიტომ ყველა ეტაპს, მკურნალობის ყველა ეტაპს განიხილავენ ამ ჯგუფებში და ძალიან საშიშია ნამდვილად და ხშირად რა თქმა უნდა არის ჯგუფები, რომ კონკრეტული რომელი ექიმის პიარი ხდება, ან ანტიპიარი და ესეც ზიანის მომტანია, იმიტომ რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ შენთან და კითხულობენ ამას, ან შეიძლება დადებითი თუა ძალიან უხარიათ, მაგრამ იმ უარყოფით იმდენად შუა პროცესში შეიძლება იმხელა ზიანი მიაყენოს. იცით რა ხა ექიმები ვერ დავიწყებთ ხა გამოკიდებას და წერას, იმიტომ რომ ამის ფიზიკურად დრო არ გვაქვს და ვცდილობთ მაქსიმალურად ამ პაციენტი უმკურნალოდ ჯერ მკურნალობა მიდის ფსიქოლოგიური, რომ ეს მცდარი შეხედულებები ამოვტუმბოთ, ასე ვთქვათ, იმ გონებიდან და მერე დავიწყოთ უკვე თერაპია. ამიტომ ნამდვილად ძალიან საზიანოა და ამას ალბათ ძალიან რთულია დღეს ამ ინფორმაციის გადინების, არასწორი ინფორმაციის გადინების კონტროლი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა პაციენტი და კითხოს ყველაფერი ექიმს, იმიტომ რომ იცით რა, რატომღაც ინვიტრო აღიქმება მათთვის კონკრეტულ ერთი ექიმის პროფესიონალიზმთან. მე სულ ამბობ, რომ ინვიტრო არის გუნდური მუშაობის პრინციპი. ანუ ეს აქ გუნდში უნდა იყოს ძლიერი ემბრიოლოგი, რომელიც ამ ემბრიოლოგიური ლაბორატორია, მაღალ დონეზე აღჭურვილი ტექნოლოგიებით, თანამედროვე აპარატურით, უნდა იყოს ემბრიოლოგი ადამიანი ძლიერი და პროფესიონალი, რომელიც ამუშავებს ამ ემბრიონს, ანაყოფიერებს და ვთქვათ, აკეთებს ამ პროცესს და ის სხვა იმ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც საბოლოოდ მიყავხარ იმ შედეგამდე. ამიტომ მე მარტო რეპროდუქტოლოგი არ ვარ, თქვათ, რომ შედეგი მივიღო, ხო? მთელი გუნდი მეხმარება ამაში და ხშირად გაიკითხავენ ხოლმე და იცით რა, ექიმი, ძლიერი ექიმი, აი იმის უკან, რომ ვინ დგას გუნდის გარდა, როგორი სისტემები აქვს, ემბრიოლოგია როგორ არის მოწყობილი, თქვათ, რამდენად პროტოკოლებს მიყვებიან, რამდენად დანერგილია ის ევროპული და ამერიკული გაიდლაინები სარწმუნო ინფორმაციაზე დაფუძნებული მკურნალობა, მტკიცებითი მედიცინა, რასაც ვეძახით. ანუ გამოცდილება ექიმის, ხო? ანუ ძალიან ბევრ ამას აქვს მნიშვნელობა და ჩვენი საზოგადოება აფასებს მხოლოდ ვთქვათ ჯგუფიდან ინფორმაციის ამოღება, ან მეგობარმა მითხრა, მეზობელმა მითხრა და აი იმასთან რომ დადგა, ჩემთანაც დადგება. ამიტომ ყველა ვართ ინდივიდუალური მიზეზები რეალურად, იმიტომ რომ აი ეხლა მე როგორც
ჩვეულებრივი მოქალაქე რომ ვისმენ ახლა რაც ვილაპარაკეთ მაგას ხო ერთის მხრივ ამ ჯგუფებს აბსოლუტურად გეთანხმები რომ აქვს ძალიან საზიანო მხარე რაც ვისაუბრეთ და ეს ფაქტობრივი მაგალითებია რომ აქვს ეგეთი საზიანო მხარე და ბევრი გამიგია ესეთი მაგრამ მეორეს მხრივ მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ეგ მაძლევს შესაძლებლობას რომ წავიკითხო ექიმებზე რაღაცა ინფორმაცია მოვიძიო გავიკითხო ხო ნუ ჯგუფში თუ არ წავიკითხავ იმიტომ რომ გავიკითხავ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხანდახან ჩვენ პაციენტები, ვისაც არ გვაქვს ცოდნა კონკრეტული სამედიცინო, გავდივართ უკვე მოკითხვის აი დონეზე. ზუსტად, ალბათ ჩვენი ბრალეულობაც არის ექიმების, რატომ? იმიტომ რომ ინფორმაციის ნაკლოვანება აქვთ პაციენტებს. ანუ რაღაც თემებზე უნდათ საუბარი და თუნდაც იმ 40 წუთში ან 1 საათში ვერ ეტევა. და ვთქვათ იმ კითხვას ერიდება დასმა და ვთქვათ უწევს ამ ჯგუფებით ესეც მესმის, მაგრამ იმდენად პაციენტსა და ექიმს შორის უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კავშირი, რომ აი მე სულ ვიცი ხოლმე პაციენტს ვაბარებ, რომ იცით რა თუ ამ 1 საათში ვთქვათ ვერ ამოვწურეთ, მოდით რა ჩამოიწერეთ, რომ არ დაგავიწყდეთ, შემდეგ ვიზიტზე, რომ ის თქვენი კითხვები დეტალურად გავიაროთ, ხო, რომ არ მიიღოთ ინფორმაცია არაპროფესიონალი ადამიანისგან, რომელმაც უფრო შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. კი და ანუ ეგ სამწუხაროდ მე ჩემ ოჯახსაც გავლილი მაქვს, რას ნიშნავს არაპროფესიონალი ექიმის გადაწყვეტილებები, რომლებიც ცოტა ისეთი სათქმელია, ფატალურად თავდება ჩვენ ქვეყანაში. ხა ამ კონკრეტულ მიმართულებაზე არ მაქვს საუბარი, ხო? არის რაღაცა მიმართულებები, სადაც დიაგნოზები ვერ ისმევა, მე ადამიანები მაგის გამო კვდებიან და ასე შემდეგ, იმიტომ ექიმების ნდობა აი სულ რატო ვაპარაკობ ამ პოდკასტში სამედიცინო მიმართულებებზე და რატომ მინდა რომ ეს იწვევს ზუსტად ცოდნის ცნობიერების ამაღლებას რომ მე ექიმთან რომ მივიდივარ მე ის რაღაცა ინფორმაციას უკვე ვფლობ და ექიმს ისეთ კითხვებს ვეკითხები რომ პასუხები ისეთი მაქვს რომ უკვე შევდივარ რაღაცა ინფორმაციას ვიღებ იმიტომ რომ არის ეს მე მესმის იმ ადამიანებს როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს რატო შეიძლება ჯგუფიდან მოვიძიო ინფორმაცია რა იმიტომ რომ 1 გავიგე 2 გავიგე 3 გავიგე და საბოლოო ჯამში მაინც გავდივართ აი მოკითხვის დონეზე ვისთან წავიდე ექიმთან ხო არის ახლა ჩვენ ვიცით ეგ ნამდვილად ამიტომ პაციენტს უნდა კონდეს საზოგადოებას იცოდეს ის შეფასების კრიტერიუმები იცით უნდა პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია არის გამოცდილება მეორე არის გუნდი ანუ ვინ დგას ამ რეპროდუქტოლოგის უკან, ემბრიოლოგი, რადიოლოგი, სახელების გარდა რა გამოცდილება აქვს, თქვათ იმას, ეს ნებისმიერ კლინიკაში რომ მივლენ და გადაწყვიტავენ, იქ შეუძლია იკითხონ, ეს არის ინფორმაცია, რომელიც დევს და არ არის დამალული, თუნდაც თქვათ ბიოგრაფიის სახით, რომ სად უმუშავია, რა გამოცდილება აქვს, რამდენი აქვს ის დადებითობა, ხო, success rate ასე ვთქვათ, რასაც ვეძახით, ხო, ორსობის ეს მოიძიონ. ამის გარდა, თქვათ, რამდენად ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, იქ აპარატურა რამდენად თანამედროვეა, ის ვენტილაციის სისტემები, რომელიც დაბინძურება არ უნდა მოხდეს ემბრიოლოგიაში, რომ ემბრიონზე ტოქსიური გარემო არ მოხდეს, ხო? თქვათ, რა პრეპარატებით ხდება სტიმულაცია, რამდენად პროტოკოლები აქვს კლინიკაში, ანუ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა და არ მიყვებიან, ასე ვთქვათ, ხალხურ მედიცინას, ან ისეთ ხალხურ მედიცინა უფრო ნაკლები ბიოლოგიურ დანამატებზეა ძალიან აქცენტი და არ ნიშნავენ ისეთ პრეპარატებს, რომელიც არ არის FDA-ის მიერ აღიარებული, ან არ ხდება ის პროცედურები, რომლებიც არ არის აღიარებული, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრ კლინიკაში, რა თქმა უნდა, ხდება ისეთი პროცედურების ჩატარება, რომელიც არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და არის კვლევის საგანი. ხო, ნუ არის ესეთი პროცედურები და რა თქმა უნდა, ჩვენ კოლეგებს არ მივაყენებ შეურაცხყოფას და კლინიკებს და ხშირად ჩვენთანაც და არ დავასახელებ, იმიტომ რომ ყველას კარგად მოეხსენება და იცის როგორც პაციენტმა, ასევე ჩემმა კოლეგებმა და მოდის და პაციენტი გეკითხება, ეს კეთდება თქვენთან არა, იმიტომ რომ ეს არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ეს არის კვლევის საგანი, ამიტომ ჩვენ არ ვიცით ამ პროცედურას წლების მერე რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს, ხო? ამიტომ აუცილებელია ამ ყველაფრის მოძიება, დეტალიზაცია და შემდეგ მოხდეს უკვე არჩევა, ვთქვათ, იმ კლინიკის, სადაც მოხდება ამ პაციენტის მკურნალობა, ხო? იმიტომ რომ ეს ნამდვილად დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. და პროცესის ფინანსურ ხარჯებთან და გარდა აქ მნიშვნელოვანია, როდესაც ასაკობრივი ჯგუფია იქ თითოეულ სტიმულაციას, ხო?
თავისი ვთქვათ პირველ სტიმულაციაზე მე 35 წლის ზემოთ ქალბატონში კარგ შედეგს ვიღებ და დიდ რაოდენობა ვთქვათ კვერცხუჯრედში, შო მეორე მესამე სტიმულაციაზე ეს ვეღარ მივიღო. ამიტომ თითო სტიმულაციას უნდა მოვეკიდოთ ძალიან სიფრთხილით, იმიტომ რომ ესე რომ უადოთ მოხდეს და ყოველთვის შევძლოთ იმ რაოდენობის მიღება თითქმის წარმოუდგენელია, როცა ასაკი არის 35 წლის ზემოთ. ამიტომ ამ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ შედეგისთვის, რასაც ქვია ორსულობა. კაცის შემთხვევაში აქ ასაკს რაღაც ასაკს მნიშვნელობა, თუმცა როცა წავიკითხე, რომ კაცს გვიან უდგება ეგ ამბავი. იცით რა, კაცის შემთხვევაში აი ერთეული სპერმატოზოიდით საკმარისია იმისთვის, რომ ემბრიონი შეიქმნას. ქალის შემთხვევაში ერთეულის კვერცხუჯრედი შეიძლება არ იყოს საკმარისი მით უმეტეს მაღალ რეპროდუქციულ ასაკში, რომ ორსულობამდე მივიდეთ. თუმცა მამაკაცის ასაკი ხა როგორც ქალბატონები 35 წლის ზემოთ, ნამდვილად არა, კაცი შეიძლება ვთქვა დაახლოებით 50-55 წლის ზემოთ, იქ არის ვთქვა დნმ ფრაგმენტაციის ალბათობა იზრდება, იქ სპერმატოზოიდის შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ისეთი აქტიური და ხარისხობრივად კარგი არ იყოს, ვთქვათ, რომ ჯანმრთელი ემბრიონი შეიქმნას. ამიტომ მამაკაცთან ეს უფრო ნაკლებად ზემოქმედებს და უფრო ნაკლებად ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიდრე ქალების შემთხვევაში. და უნდა მივადგეთ აუცილებლად თემას, რომელსაც ქვია თვითმკურნალობა. იმიტომ რომ ეს ჯგუფები და ეს ამბავი რო ვახსენეთ, მან შე შემთხვევაში გაიცემა ხოლმე რჩევები თვითმკურნალობასთან დაკავშირებით. როგორც მოინტერესებს, აი რა თვითმკურნალობის მითი მოდიან ხოლმე თქვენთან კლინიკაში და რა სიძახიან რა ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან საგანგაშო მონაცემები. ვინაიდან ინვიტრო განაყოფიერებამდე, ხა ინვიტრო განაყოფიერების დროს, ხელოვნურის დროს, ძირითადად მაინც საკვერცხის სტიმულაცია ექიმის კონსულტირების ქვეშ ხდება, ვინაიდან უნდა მივიდეთ ქირურგიულ ჩარევამდე და შედეგამდე, ამიტომ მარტო ამ პროცესს ვერ გაივლის, ამიტომ ხა ნემსებს ესე მარტო თვითმკურნალობას ვერ ახდენს პაციენტი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის აქ მეორე რეპროდუქციული მიმართულება, როდესაც ჩვენ ქალთან გვინდა ფიზიოლოგიურად, ანუ ბუნებრივი გზით დადგეს ორსულობა და ვახორციელებთ ტაბლეტებით, ანუ ანტიესტროგენებით საკვერცხების სტიმულაციას, რომ ვთქვათ, ერთ ნორმაში ფიზიოლოგიურად ბუნებრივი გზით ერთი ფოლიკული მწიფდება და ვამწიფებთ ვთქვათ ორს, რომ შანსი გავზარდოთ, რომ რომელიმე კვერცხუჯრედი მაინც იქნება ხარისხიანი და განაყოფიერების უნარი. ამ დროს ნიშნავთ პრეპარატს, ანუ ტაბლეტებს და მე რომ ნიშნავთ იქ, როცა გასკდება სქესობრივ კონტაქტს და ველოდებით ორსულობას. ეს იმდენად გავრცელდა უკვე ამ საზოგადოებაში, იწყებენ ამ ტაბლეტების თვითონ მიღებას, თვითმკურნალობას და მე მყავდა ალბათ 2-3 პაციენტი, რომ იმდენად დოზა არასწორად შერჩეული იქნა, რომ ორი ფოლიკულის მომწიფება კი არ მოხდა ათეულობით. და ჰიპერსტიმულაცია სინდრომი, რომელიც ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს, აი 15 ფოლიკულით მოვიდა პაციენტი და ნუ იქ ფუნქცია რო არ ჩაგვეტარებია და აღება, ანუ ქირურგიული გზით ამ სითხის დაცლა ფაქტიურად უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდოდით, ხო, იქ რისკია აპოპლექსია საკვერცხის შემოგრეხვის, პერფორაციის და ასე შემდეგ. ანუ აი ეს თვითმკურნალობა ნამდვილად საშიშია რეპროდუქციული მიმართულებით. ახლა სხვა ალბათ დარგებშიც ძალიან აქტუალურია და საზიანო შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთან აი ქონია მე მსგავსი შემთხვევები და ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. იგივე თვითმკურნალობა შეიძლება იყოს, ნუ ახლა მე ვთქვათ აბორტებთან მიმართებაში ესე ღრმად დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როდესაც თვითონ უნდა თავით თვითმკურნალობით ან დაასრულონ ეს ორსულობა, ეს ხო იღებენ პრეპარატებს, ყიდულობენ აფთიაქში და შეიძლება ისეთ სისხლდენით გაგრძელდეს, რომ პაციენტი საშვილოსნოს გარეშე დარჩეს, ხო? ხო, ამიტომ ძალიან რთულია. აი ხანდახან წერენ ხოლმე პაციენტები, რომ აი ჩემ ახლობელი არის ორსულად და უნდა დაასრულოს ეს ხელოვნური აბორტი და მომწერეთ პრეპარატი. ნუ აქედან ვიწყებ რეკვას ეგრევე რომ არაფრით არ მიიღოთ, მობძანდით თუ ვიზიტის თანხაზე უფასოდ მიგიღებთ, არ არის პრობლემა, ოღონდ ძალიან გთხოვთ არ მოხდეს ამ პრეპარატის შეძენა, კი. არის ესეთი შემთხვევებიც. ეს ცოტა საგანგაშო არის მე მგონი, იმიტომ რომ ნამდვილად, კი. და ეგ ალბათ გააჩნია, ხო, ვთქვათ, რამხელა ორსულია, თუ მაგასაც არ გააჩნია, საერთოდ არანაირი ტაბლეტის მიღება არ უნდა. ხო, აი ეს ორსულობის ვადები დეტალურად არ იცის პაციენტმა, ხო, ვთქვათ, იქ 4 კვირა, 7-8 კვირა, ხო, ანუ ზუსტი გამოთვლა უჭირს. ამიტომ რა თქმა უნდა ექიმის კონსულტაციის გარეშე თუ არ მოხდა ულტრაბგერითი კვლევა, ლაბორატორიული კვლევების შეფასება, ესე დოზირებაც, ანუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს ეს პროცესი, თორე ნამდვილად ძალიან საშიშია და შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ პროცესამდე, რომ საერთოდ საშვილოსნოს ამოღებით მარტო არ დასრულდეს. ძალიან საშიშია.
თვითმკვლელობაზე მინდა ხალხური ამბავი რომ მედიცინის ჩარევა რო ახსენე. აი თვითმკვლელობაზე რატო ვამახვილებ ყურადღებას კიდევ აი ამ ტაბლეტების მიღების გარდა რას აკეთებენ რომ თქვათ ახლა არ ვიცი ვიღაცა უყურებს და არასდროს არ გააკეთოს ეგეთი რაღაც რო შეგვიძლია რომ ვთქვათ რასაც კი, რეპროდუქციულ დიახ. მიმართულებაში ხო? ნუ პირველი ალბათ ეს პრეპარატები და თვითმკურნალობა ძალიან ის. მეორე, ნუ უფრო ეს ინვიტროს კუთხით ესე სხვა დიდად თვითმკურნალობა, რომელმაც ზიანი შეიძლება მომტანი იყოს, ნაკლებად არის, იმიტომ რომ აქ მაინც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სტიმულაციასთან არის და ინექციებთან და სახში ამის გაკეთება ვერიზავ. ვერ იზავ და სარეცეპტოა და უჭირთ და ამიტომ არ ხდება ეს. თუმცა ნუ თვითმკურნალობას ახორციელებენ მაინც, რომ ნუ ეს უფრო მითებია, ეს მკურნალობა უფრო არ არის და ეს ნაკლებად საზიანოა, მაგრამ პოზიციის შეცვლით, თქვათ იქ დამთხვევით რაღაცა ასტროლოგიური დღეების მიხედვით, იქ რაღაცა მამაკაც და რა უნდა მიიღოს, რო ორსულობა დადგეს და რა უნდა ჭამოს და ნუ ეს რაღაც მითების დონეზე არის, რომელსაც ნუ ზიანის მოტანა ნაკლებად შეუძლია და ამიტომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მაინც უფრო აი ამ აბებზე, რომელიც იწვევს ამ საკვერცხეების, თქვათ, მდგომარეობის გაუარესებას და უფრო აბორტზე, რომელიც ხო. თვით ცდილობენ დაასრულონ თვითონ. ესეთი სხვა ხელოვნურ განაყოფიერში და რეპროდუქტორში დიდად ესეთ მნიშვნელოვანი არ გვხდება ხოლმე. ახლა აბორტზე ადრე მახსოვს იყო ეგეთი შემთხვევები სანამ ეტყობა ეს წამალი ძალიან ისეთი ცნობა და გახდებოდა კიდანაც იგურებდნენ თავებს რომ ხო ეგეთი რაღაც ბალახეულებსაც სვავდა სპეციფიურს, რომელიც იწვევს ამ ორსულობის შეწყვეტას. ესეთი კითხვა მაქვს რომელიც ახლა გამისცა და მახსოვს ერთხელ ქონდა ჩემს მაყურებელს ესეთი კითხვა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს როდესაც სვავენ დიდი ხნის განმავლობაში პაციენტები და მე ვთქვათ როდესაც მოხსნიან ამ წამალს არსებობს რამე ზიანი ისეთი ზიანი დადგეს რომ ორსულობას უკვე ხელი შეუშალოს განაყოფიერებას თვითონ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის სამკურნალოდ ვიყენებთ ამ პრეპარატებს ისეთ დაავადებების დროს როცა არის პოლიკისტოზური საკვერცხეები ანუ ბევრი ფოლიკულებია საკვერცხეში მარტივად რო ავხსნათ და ჰორმონალური დისბალანსია ისეთი პათოლოგიის დროს, როდესაც არის ფოლიკულური კისტები, ანუ არ სკდება, ანუ ეს არის მკურნალობის მეთოდი, ხო? და მეორე, აი ზუსტად როდესაც ხანგრძლივად ხდება ამ კონტრაცეპტივის მიღება, ჩვენ ვეძახით ამას rebound effects, ანუ როდესაც მოხსნი ამ პრეპარატს პირიქით აქტიურად იწყებს საკვერცხე მუშაობას. ანუ და ეგეთი დაორსულების მითია, დაორსულების შანსი, რა თქმა უნდა, იზრდება. თუმცა აქაც ასაკს აქვს კიდევ ერთხელ, ხა ჩვენ თუ 40 წლის ასაკში ან 39 წლის ასაკში ვიწყებთ ამ პრეპარატს, ვთქვათ 5 წელი ვსვავთ და მერე მოვხსნით, რა თქმა უნდა, შეიძლება ისე აქტიურად არ დაიწყოს საკვერცხე მუშაობა, ხო? იმიტომ რომ რეპროდუქციული ასაკი მაინც მაღალია და გაუჭირდეს ფუნქციის აღდგენა საკვერცხეს, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდა ასაკში ეს ფუნქცია აქვს და ხშირად დაორსულებისთვის იყენებდნენ ზუსტად კონტრაცეპტივებს და მერე ხსნიდნენ ამას, რომ ერთიანად აქტიური მუშაობა დაეწყო საკვერცხეს. მაგაზე იყო ძალიან აქტიური საუბარი უცხოეთში, იმიტომ რომ მახსოვს რომ რამდენიმე პოდკასტ მოусმინე ადრე, რომლებიც იძახდნენ ექიმები ამბობდნენ, რომ არ არის მაინც და მაინც ქალის ჯანმრთელობისთვის რეკომენდირებული საერთოდ ამბების სიმა. დღეისათვის ადრე იყო კონტრაცეპტივების ტიპები, რომლებიც შეიცავდნენ დიდი დოზით ჰორმონებს, ესტროგენისა და პროგესტერონის შედეგად შემცველობა კონტრაცეპტივებს. ეხლა დღეის მდგომარეობით უკვე რამოდენიმე წელია ისეთი კონტრაცეპტივებია, სადაც ძალიან მიკროდოზირებული ჰორმონალური შემცველობა აქვს. აქედან გამომდინარე ნაკლებად საზიანოა, თუმცა პაციენტებში, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, იმიტომ რომ აქ შეიძლება თრომბოზების რისკი გაიზარდოს, იმიტომ რომ მაინც ესტროგენია ქალის ჰორმონი და თრომბოზების რისკს დისდების სისტემა უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯობია თუ წონიანია პაციენტი ჰიპერტენზია, იქ მაინც ასაკობრივი ჯგუფია, რომ რაც შეიძლება მიკროდოზირებული მიიღოს, ან საერთოდ არ მიიღოს, ხო, თავდაცვისთვის და სხვა მეთოდს მიმართოს კონტრაცეპტიული მკურნალობის. ხო, მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში ის ანუ 100% გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო არის მერე დღეის მდგომარეობით კონტრაცეპტივზე კი შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ მანდაც ალბათ გააჩნია ექიმს და დოზირებას გააჩნია, ხო რა დროს ნიშნავთ, ჩვენებას ყველა პრეპარატზე ესეა, იმიტომ რომ ჭარბად მიღება თუნდაც ჯამრთელიც და ცხოვრებისთვის აუცილებელი საკვებია თუ წამალია თუ დანამატი, ხო არ არის, ხო, რეკომენდირებული. ამიტომ ყველა
ყველაფერი დოზირებული, ყველაფერი მიზანმიმართულად ჩვენების მიხედვით უნდა დაინიშნოს. კი ბატონო. დაუბრუნდეთ უშვილობის საკითხს, რომელიც ჩვენ თქვით, რომ 15%-ია სრულიად მოსახლეობის, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის, რასაც თქვით, რომ მაღალი პროცენტია. რა არის აი თუ შეგვიძლია რაღაც კვლევა თუ არსებობს ისევ და ისევ გამომწვევი მიზეზების. აი ვთქვათ, ვიცით, რომ შეიძლება სიგარეტი, შეიძლება რაღაცა სტრესი, მაგრამ იმის იქით კიდე ხო არ გამოჩნდა რაღაც მიზეზები, რომელმაც ეს პროცენტი აწია, ვთქვათ, აი კი, გარემო ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნუ ჯერ დავიწყებთ, რომ უშუალოდ უშვილობის 15% და მიზეზი, როგორც ვთქვით, არის მამაკაცის 40%, 40 ქალის მხრივი და 20 ვთქვათ, ან დაუდგენელი ან ერთობლივი. ამის გარდა, ვთქვათ, ამ ქალის და მამაკაცის თუ სამედიცინო ჩვენება არ არის, ვთქვათ, იქ ჰორმონალური დარღვევა, იქ მამაკაცთან სპერმის მდგომარეობის გაუარესება და ასე შემდეგ, გარემო პირობებს ძალიან დიდი როლია. გარემო პირობები შეიძლება იყოს ეს ტოქსიური გარემო, დამაბინძურებელი, ვთქვათ, ეს პესტიციდები, ქიმიური ნაერთები, გამონაბოლქვი, ვთქვათ, ძალიან დიდ დროს ასრულებს, რამდენად ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, რამდენად ფიზიკურად აქტიურები არიან, რამდენად არის ჭარბიწონა, ეს ყველაფერი და სტრესი. ყველაზე დიდი ალბათ 21 საუკუნეში არის სტრესი, რომელიც ძალიან დიდ დროს ასრულებს ამ უნაყოფობაში, იმიტომ რომ თვითონ ენდომეტრიუმის რეცეპტიულობა, საკვერცხის, კვერცხუჯრედის ხარისხი, ყველაფერი, ანუ ძალიან ან თუნდაც ორსულობის დადგომა ძალიან კავშირში არის ზუსტად ამ ძლიერ სტრესთან, დაძაბულობასთან და დღეს 21 საუკუნეში იმდანად დაჩქარებულია ცხოვრების წესი და იმდანად ბევრი საქმიანობის შესრულება გვიწევს როგორც პროფესიულად, ისე ოჯახში, რომ რაღაცა ვერ ვასწრებთ ვერაფერს და სულ რაღაც სტრესში ვართ, დაძაბულები ვართ, გვინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ და ამის გარდა ნუ გარემო ძალიან შეიცვალა, ძალიან ბევრი სანერვიულო აქვს საზოგადოებას და შესაბამისად უფრო ფიზიკური შრომაც, იცით რა, უფრო მაინც არის დღეს, რასაც ჩვენ უყურებთ ამ უნაყოფობას და მაინც არაჯანსაღი, ანუ ფიზიკური აქტივობა. როდესაც ხომ მდომიარე, რომელიც იწვევს ამ ჭარბწონებს, ინსულინ რეზისტენტობას და აი ამას უფრო მივყავართ, თუმცა ესეც მაინც გადის მერე სამედიცინო პრობლემაში, ხო? იმიტომ რომ ჰორმონალურ დარღვევებამდე მივყავართ. ამიტომ ამ გარემო ფაქტორებს ყველაფერს ძალიან დიდი როლი აქვს ნამდვილად უშვილობასთან მიმართებაში. ხო, იმიტომ რომ თუ იმატა, იქ კიდე წავიკითხე, რომ აი რაღაც პლასმასის გადამეტებული მოხმარება და პესტიციდები მიტყვით, ამის გარდა ეს პესტიციდები, ქიმიური ნაერთები, ეს აი ყველაფერი რა თქმა უნდა, ეხლა კონკრეტულად პირდაპირი კავშირი არ არის დამტკიცებული, მაგრამ ითვლება, რომ ესეც შეიძლება იყოს მიზეზი ერთ-ერთი უნაყოფობის. ხო, ნუ მანდ არის რომ ხე სულ ხუმრობთ ხოლმე რომ ექიმთან რომ მიდიხარ გეუბნები რომ სტრესი მოიგელი რა ხო, მაგრამ ძალიან რთულია ხო ესე უნდა გააკეთო ეგ ესე ხო დანიშნულების კუთხით ჩვენც ვიცით მაგრამ ნუ ძალიან რთულია ხო რომ შესრულება არ ინერვიულო და რანაირად არ ვინერვიულო ხო ანუ კი არსებობს ახლა მე ყველას ვურჩევდი რომ მაგალითად არ ვიცი ფეხით იარეთ როგორც მინიმუმ და სტრესის დონე აბსოლუტურად განსხვავებული როცა ყოველ დღე რაღაცა არ ვიცი 10000 ნაბის გადიხარ პირობითად ხო სულ სხვა ვისაც შეუძლია იმედიტიროს იმიტომ რომ რადიკალური სხვაობა ჩემ თავზე მაგ გამოსდილი სტრესის დონე რა იყო და რა არის მედიტაციის შემდეგ და ბევრი რაღაცები არსებობს რა სტრესს ამცირებს მე მაქვს ესეთი კითხვა აი ინვიტრო განაყოფიერება რო ვახსენეთ და ვთქვათ როდის ხდება თქმა პაციენტისთვის და თუ ესეთი ხდება რომ აი არ გამოდის აი სადა და არ გამოდის. არის პირდაპირი ჩვენებები, რომელსაც ამ პირდაპირი ჩვენებები როცა ინტრო განაყოფიერება საჭირო და არის არაპირდაპირი, ხო? პირდაპირი ჩვენებები ეს არის ქალების შემთხვევაში ორივე კვერცხავანი მილის გაუვალობა და იქ შეუძლებელია დაორსულება. მამაკაცის შემთხვევაში სპერმის პრობლემები, აზოოსპერმია ან თქვათ ერექციული დისფუნქციები, ქალის შემთხვევაში, როდის არის ვაგინიზმი და სქესობრივი კონტაქტი შეუძლებელია, ნუ ეს უფრო დამხმარე რეპროდუქციულში გადის, იმიტომ რომ აქ ინსემინაცია ვაწარმოოთ საშუალოსნოს შიგა ინსემინაცია და არის არაპირდაპირი, როდესაც ასაკია, იქ შანსი დაორსულების წლებთან ერთად მცირეა, მარაგი იკლებს, არის სხვა პათოლოგიები, რომლის დროსაც უბრალოდ დროის გახანგრძლივებით ეს პროცესი უფრო გართულდება და ჯობია დროულად დადგეს ორსულობა არის ნამდვილად, თუმცა ეს პაციენტთა ხდება შეთანხმებით ამ დიაგნოზის გამოტანა და ამ დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის
დაგეგმა, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტთან მოხდეს ზუსტად პროცენტული მაჩვენებლის კი. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინასწარ როცა ჩვენ ვესაუბრებით პაციენტს, რომ შეიძლება გამოვიდეს ან სავარაუდო ეს სიტყვები ყველასთვის სხვადასხვანაირია. მე სულ ამბობ, რომ უნდა მოხდეს გამოთვლა პროცენტულად იმ ასაკში, იმ ლაბორატორიული მაჩვენებლით რა პროცენტი აქვს ამ ადამიანს ამ რა თქმა უნდა ჩვენ ეს უკვე 20% გაქვს შანსი რომ დადგეს ორსულობაზე რა თქმა უნდა ეს მსოფლიო ორგანიზაციის ეს არის პროცენტული მაჩვენებლები დიაგნოზის მიხედვით ამა თუ იმ პაციენტს ვთქვათ რა პროცენტი აქვს იმისთვის რომ პირველ ცდაზე დადგეს ორსულობა, ამიტომ წინასწარ შეიძლება ამის დიაგნოსტირება რომ არ იყოს ცრუმოლოდინები და უკმაყოფილების გარდა ფსიქოლოგიური სტრესი, იმიტომ რომ ხშირად პაციენტებს გონიათ რომ ეს არის 100%-იანი და როდესაც არ დგება ორსულობა აღარ აგრძელებენ ამ გზას და თვითონ ეს პროცესი არიან ძალიან რთული, ძალიან სტრესური და აი ერთობლივი ჩართულობით, მეუღლის გვერდში დგომით, აი ამ პასუხისმგებლობის გაზიარებით ორივე მხარეს, როგორც ეგ სამედიცინო რთული, აი რა მტკივნეული უფრო ნაკლებად, უფრო მოლოდინები, აი როდესაც ხო სტიმულაციას იკეთებ, რამდენი ფოლიკული გაიზრდება, მე რამდენი კვერცხუჯრედი, რამდენ ემბრიონს მიიღებ, მე რომ გადაიტან ამ ემბრიონს ელოდების 12 დღე პასუხი, ანუ სტრესული გარემოა პაციენტისთვის და აქ ყველაზე დიდი როლი უკავია რა თქმა უნდა ოჯახს, პირველ რიგში მეუღლეს და თანადგომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორივე როგორც ექიმის და ამ სამედიცინო დაწესებულებიდან, ასევე პაციენტის ოჯახის წევრებიდან და მეუღლისგან, ხო? და სულ ამბობ, რა ის ოჯახური გარემო უნდა მივცეთ ჩვენს, იმიტომ რომ პაციენტი როდესაც შემოდის კლინიკაში, აი თუნდაც რეგისტრატურიდან ბოლომდე თუნდაც ექცნამდე და აი საოპერაციო ანესთეზიოლოგია თუ ემბრიოლოგი იმდენად სახში უნდა გრძნობდეს თავს, რომ ჩვენ მაინც შევძლოთ ამ სტრესის მოხსნა, რაც შესაძლებელია და მოდუნება, ხო? იმიტომ რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ აი ორსულობის პერიოდში უკვე კარგად რომ მიმდინარეობს პროცესი და არ არის თქვათ რისკი რაიმე სახის გართულების, ვიბარებთ ხოლმე ნუ სხვადასხვა ორ თვეში ერთხელ. და ყოველ შემთხვევაში მე თქვენთან თუ არ მოვედი და არ გნახეთ და არ გაგესაუბრეთ, თუნდაც ეგთან და რეგისტრატურასთან მომენატრეთ, ხო ხვდებით, უკვე იმდენად ოჯახში გრძნობს თავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად, იმიტომ რომ ეს იწვევს იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც ამ პროცესში შეიძლება თან ახდეს. და ზუსტად აი ეს მთელი გუნდური მუშაობა, ეს ფაქტორები ყველაფერს მივყავართ იმ შედეგამდე, რასაც ახალი სიცოცხლის დაბადება ქვია. ხო, და აი იმ წინა კითხვას დაუბრუნდები, ოღონდ რა კუთხით მაინტერესებს, იცი, როგორც ექიმი რა და გეტყობა როგორი სიყვარული და როგორი იმითიც საუბრობ, როგორ ეპყრობი პაციენტებს და როგორი მნიშვნელოვანი არის შენთვის თითოეული ადამიანი და მადლობა ამისთვის პირველ რიგში. და მე ეს რო გიწევს, რო უთხრა ადამიანს, რომ აი აღარ აქვს მსელობას აზრი რა, აი როგორი. იცით რა, ამას არასდროს არ ვეუბნები, იმიტომ რომ ყოველთვის ვიბრძვით და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სულ ეს ლოგანია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის და არასდროს იმედი არ უნდა დავკარგოთ. მაგრამ აი თქვენ კითხვას ცოტა სხვანაირად, როდესაც არ მოდის ანუ როდესაც გადაგვაქვს ემბრიონი ველოდებით პასუხს და მოდის უარყოფით. აი აქ იწყება როგორ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. აი ურთულესი. ხანდახან სულ ამბობ, რომ აი თუნდაც ერთ დღეს შეიძლება რამოდენიმე პასუხი იყოს და აქედან ერთი იყოს უარყოფით და დანარჩენი ყველა ძალიან ხშირად გქონია ესეთ შემთხვევები დადებით. ეს კი ის ერთი უარყოფითი სულ ამბობ ფარავს იმ დადებიც. და ეს სტრესი მიყვება სახში, მერე კვირაები ნერვიულობ, თუ მახსენდება ის ნაღვლიანი თვალები ხო პაციენტის, რომ აი ამხელა გზა რო გაიარა. ამდენი ვთქვათ გამარჯვებები, ემბრიონიც მივიღეთ, თუნდაც მაღალასაკობრივ ჯგუფში, გენეტიურადაც რო შევისწავლეთ, ანუ ყველა გზა გავლილია იმისთვის, რომ ორსულობა დადგეს და უარყოფითი შედეგი მოდის, იცი რა, მეც ფსიქოლოგიურად ვემზადები. და რაღაცა ვცდილობ თავი შევიკავო, რომ არ დაინახოს ცრემლები ჩემ თვალებში პაციენტმა, იმიტომ რომ მე ვარ მისი საყრდენი. ამიტომ მეც ხო არც ერთ აი სულ ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს. და სულ ამბობდა, რომ იცი რა, მეუბნებოდა, რომ როდის მოხდება ის პერიოდი, როდის დადგება, რომ შენ აღარ აგეტიროს უარყოფით პასუხს. და ვიძახო, ეს პერიოდი არასდროს არ დადგება. ეხლა 15 წელზე მეტია ხო ამ საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ვიძახო, ეს შედეგი არასდროს არ იქნება, იმიტომ რომ
იმდენად ემოციურად და ეხა იმდენად პაციენტთან ვართ ახლოს, რომ აი მიწევს მე ჩემი თავი ავიყვანო ხელში, რომ მე ეს ინფორმაცია სწორად მივაწოდო, რომ მას მივცე იმედი, იმიტომ რომ მე თუ თქვა დავიწყე ასე ვთქვა ტირილი და ნერვიულობა პაციენტი ხო საერთოდ და ამიტომ ეს ყველაზე რთულია, მაგრამ როცა დადებითი მოდის, მე ხვდები რომ ნამდვილად ღირდა ეს წვალება, ეს უძილო ღამეები, ეს ცოდნისთვის ამდენი შრომა, ამდენი წვალება, ვთქვათ, ამ იმისთვის რომ ახალიც რა იმხელა სიამოვნება როცა მიგიწვის როლი ახალი სიცოცხლის მოვლენებაში, აი ძალიან დიდი სიამოვნება და ხანდახან გაუბრაზდები ხოლმე და ამდენი ვთქვათ შრომის მუშაობის რაღაც ბევრი უკმაყოფილო პაციენტიც არის ხო როგორც დადებითია და იმდენად რაღაც უსამართლო გამონათქვამები მსმენია ხოლმე რომ რაღაც გული გტკივა და ხანდახან მithქვავს რომ აი დავანებებ თავს საერთოდ იმიტომ რომ აღარ შემიძლია ამის ატანა, მაგრამ აი დადებითი შედეგის მე რო ხვდები რომ აი არა, იმიტომ რომ ეს იმხელა ენერგიას მაძლევს, რომ წინ ვიაროთ, უფრო მეტად განვითარდეთ, რაღაცა კიდე ახალი მიდგომა თუ ეს შემოვიტანოთ, რომ ეს შედეგები მაქსიმალურად გავზარდოთ. არ ვიცი, აუწერელია. ძალიან რთულია ამის აღწერა, რამდენად დიდი სიამოვნებაა, რომ შენ გრძნობ, რომ ამაში მიგიწვის ძალიან დიდი როლი. ხო, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ორი ადამიანი, იმის უკან არის ოჯახი, იმის ukან არიან მშობლები, ვთქვათ, მთელის და აი ამ ხალხის გაბედნიერებაში გაქვს. და პირველ რიგში იმ ორი ადამიანის ხო, სულ ვამბობ, რომ ეს არის ღვთისგან მონიჭებული, ასე ვთქვათ, პროფესია და ვამბობ, რომ ალბათ ვერ წარმომიდგენია სხვა რა პროფესიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, იმდენად მიყვარს ადამიანების დახმარება და აი ეს სოციალურის გარდა აი თანადგომა ეს როლია ჩემი ასე ვთქვათ და აი რამოდენიმე პროფესია არსებობს რომელსაც ვთვლი რომ იბადები რომ აქ პროფესიის იყო ხო სხვანაირად ნამდვილად იბადები ექიმი არის რაღაც იყო პერიოდი როდესაც ნუ მამაც გინეკოლოგი მყავს მე ან გინეკოლოგი იყო და იყო რომ აი რაღაც პერიოდი სტუდენტობის პერიოდში ნუ სანამ სამედიცინოზე ჩავაბარებდი ახალი დამთავრებული მაქვს სკოლა და აი სტუდენტობის ერთ-პირველ წელს ნუ აი გადავწყვიტე სკოლის ბოლო წელს და სტუდენტობის პირველ კურსზე რომ მინდა ვიყო იურისტი აი რატომღაც და ნუ მე მახსოვს მამის სიტყვები რა იცი რა თეო შენ იურისტი ვერ იქნები იმიტომ რომ შენ იმდენად გიყვარს ადამიანების დახმარება და მათი ფსიქოლოგიური სულიერი და სულ რაღაც ეფერები სულ რაღაც სხვაზე ხარ და შენი თავი უფრო მეორე ხარისხოვანია რომ მხოლოდ ექიმი უნდა იყო იმიტომ რომ სხვა პროფესიაში ისევე რეალიზდების გარდა იმ სიამოვნებას ვერ მიიღებ. და ეხლა რომ ვაკვირდები მახსენდება სულ ეს სიტყვები, ეს დადებითი პასუხები და ეს შედეგები იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ აი ამისთვის ღირსეს ყველაფერი, წვალება, შრომა, წინსვლა, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ნამდვილად ექიმობა რთულია. რთულია და მოითხოვს, აი მე თუ მგონია რომ ემპათია მაქვს მაღალ დონეზე, მე როგორც გვანცას, ხო მგონია რომ ექიმს აი არ ვიცი, ყველაზე მაღალი დონე თუ არსებობს ემპათიის, ექიმს უნდა გქონდეს გამოვლენილი. ჩვენი ოჯახი გვერდზე ვდებთ, იმიტომ რომ მყავს შვილი, რომელსაც სულ აქვს დედის დეფიციტი, ქონდა ბავშვობიდან, ახლა უკვე დიდია. და რაღაცა შეეგუა იმას, რომ დედა ექიმი ყავს და ეს ჩვეული ამბავია, მაგრამ ხშირად ყოფილა, რომ ეს აღამოს რომ მივდივარ ემოციურად საუბრის თავიც არ მაქვს და ბევრჯერ ვთქვი, აბა ხა პაციენტმა რომ დაგირეკოს, ან მესიჯი მოგწეროს, ხომ გაცემ პასუხს და ჩემთან არ გეკლაპარაკისტრო. ხო, იმიტომ რომ ჩვენ დებთ ამ ჩვენ ოჯახს ჩვენ შვილსაც კი ფაქტურად ჩემი გაწდილი არ არის და რა თქმა უნდა ერთი შვილი მყავს, რომ რაღაც აი პროფესია არის უფრო ჰუმანურია, რა თქმა უნდა და უფრო ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც არის შინაგანი გამძლეობა და უნდა გქონდეს მოთმინების უნარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი. გაუძლო ამ ყველაფერს. მე დავამატებდი კიდევ ისევ და ისევ ემპათიის და თანაგრძნობის უნარს, რომელიც ძალიან მაღლა არის, ხო? იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ ყველაზე დიდი მადლიერება თუ რამე სამყაროში არსებობს ყველა ეგეთ ექიმს, ვისაც ესეთი ემპათია აქვს და თანაგრძნობის უნარი, იმიტომ რომ შევხვედრი ვარ ექიმებს, რომელსაც არ აქვს ეგ და ექიმები არიან იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი, ოჯახიდან მოყოლებულია, რომ ექიმი იყოს, ან ეხლა მე რა თქმა უნდა კოლეგებზე ვერ ისაუბრებ და ეგ ვიცი, მაგაში ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ ვისაუბრე ამ პოდკასტში ძალიან ბევრი ამ საკითხზე. და ძალიან მნიშვნელოვანი, აი რაღაცნაირად ყველა დამწყებ ექიმს, რომელიც ახლა იწყებს ანაბარებს მედიცინაზე, მინდა რომ ეს ესმოდეს, რომ ძალიან გადამწყვეტი არის პაციენტისთვის თანაგრძნობის უნარის მქონე ექიმი განათლებასთან ერთად, რომელიც ვითარდება და სუწინისდება და ნამდვილად და წარმოიდგინეთ ამ თანაგრძნობა ერთი, მეორე აი
ამდენი პაციენტი, ამდენი ვთქვათ, კითხვა, ამდენი განვითარება, ახალი ინფორმაციის ხო ძიდალის ხმევას და მოთმინებას საჭიროებს, მაგრამ რაც არ უნდა გადაღლილი იყოს, უამრავ აი პაციენტი რო შემოვა, მაინც ვიღიმი, მაინც მაქსიმალურად არ ვაგრძნობინებ, რომ მე დაღლილი ვარ, მე ვთქვათ იქ რაღაცა წინ და პაციენტთან ვერ მივიღე შედეგი და სტრესი მაქვს, ხვდებით, ანუ შენ არ უნდა გასცე უარყოფითი ემოცია, ანუ მან ვერ უნდა დაინახოს და მაქსიმალურად ჩაერთო და მიიღო ის პრობლემა როგორც შენი. სხვა შემთხვევაში ვერ მიხვალ შედეგამდე, წარმოუდგენელია, ესე ზედაპირულად ცივად გაკეთებული საქმე არასდროს არ გვაძლევს ამ შედეგს, რასაც ორსულობა ქვია. თუ სხვანაირად წარმოუდგენელია. მაშინ უნდა დავანებოთ თავის საერთოდ ექიმობას და ამ პროფესიის წარმომადგენლები არ ვიყოთ. კი. და ვისაც დასაქმებელია ქონდეს მაგაში ორი აზრი არ არსებობს. ესეთი საუბარი მქონდა ამას წინათ ჩემ მეგობრებთან და ძალიან მაინტერესებს ექიმის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. როდის რო არ შემიშალოს კითხვათაც კი მიწერია, როდის იწყება სიცოცხლის საწყისი რა არის? აი განაყოფიერების მომენტი, პირველი გულისცემა, ნერვული სისტემის ჩამოყალიბება თუ აი რა იწვევს? განაყოფიერების უკვე ემბრიონი რო არის, ეს არის საწყისი. უკვე საწყისი არის? ანუ რა ხო არსებობს რომ ვთქვათ აბორტის თემაში გაკეთება რაღაცა კვირაზე საერთოდ არ თვლიან რომ ესეა მეცნიერ უკვე ემბრიონი უკვე საწყისია, თუმცა აი ვთქვათ ჩვენ რო გადავიტანთ და ეხოსკოპიურად ან მიმაგრება დაიწყება და უკვე დადებითია პასუხი რაღაც ათვლა ორსულობის იქიდან ხდება, მაგრამ საწყისი ხო ემბრიონია, ანუ განაყოფიერება ხდება, ხო? ეს არის უკვე ქრომოსომული წყობა ქალის და კაცისგან მიღებული ვთქვათ ემბრიონი, ხო, ჩანასახდა, მე უკვე არის ორსულობის პერიოდში ჩანასახს ვეძახით, ემბრიოლოგიურ, ვთქვათ, ორგანოგენეზი მიმდინარეობს ის 12 კვირამდე, მაგრამ საწყისი მაინც არის ემბრიონი, ჩვენ კვერცხუჯრედს მივიღებთ. გავანაყოფიერდა მეორე დღეს არის ზიგოტა, ანუ განაყოფიერებული ემბრიონის კვერცხუჯრედი, ეს არის უკვე საწყისი. ხო, იმიტომ რომ მე ვამბობდი, რომ ნერვული, ანუ ჩემს სიცოცხლე არის თქო, ნერვული ხო, ამიტომ რომ რელიგიურად, ნახეთ, არ მინდა შევხმა რელიგიურად აი ამ ბევრი ემბრიონის შექმნა აღიქმება, რომ შესაბამისად ყველა უნდა გადაიტანო, მაგრამ დღეისათვის არის ის მიდგომა, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის რაოდენობა კვერცხუჯრედი გავანაყოფიერებთ, რომელიც გადატანისთვის გვჭირდება. რომ ვთქვათ, არ შევქმნათ ეს ემბრიონი, ხო? იმიტომ რომ შესაძლებელია ცალკე კვერცხუჯრედი გაიყინოს, იმიტომ რომ ყოველ ციკლში ქალის ორგანიზმში ეს კვერცხუჯრედი ისედაც განილევა, ხო? ანუ ხდება განადგურება, ანუ შესაძლოა ეს კვერცხუჯრედი ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ, თუ არ გამოვიყენებთ, ის არ არის სიცოცხლის საწყისი და ემბრიონი ნაკლებად მტკივნეულია. როდესაც ემბრიონს ვინახავთ, სვარო ყველა გამოვიყენო. და ხშირად უყვართ ჩემი ბავშვები, ვიცახი, არ არის ეს ბავშვები ემბრიონია, მაგრამ რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის სიცოცხლის საწყისი და პაციენტი სხვანაირად უდგება ამ საკითხს. და ბოლო კითხვა მექნება, ну შეიძლება ბოლოს წინაც არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან სიმონებს საუბარი. აი ყველაზე ისეთი დიდი გაკვეთილი ამ დენიწლიანი ისტორიის განმავლობაში ამ სფეროში რა იყო, აი როგორც პიროვნულად რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილები შეიძლება არ ვიცი რამდენიმე იყო რაც ძალიან ბევრი პირველი როგორც ექიმი ჩამოყალიბებისთვის ვისწავლე მოთმინება უსამართლობასთან ასე ვთქვათ შეგუება, იმიტომ რომ როდესაც პაციენტი უარყოფითი მოდის, ну იმდენად როდესაც კარგია ვართ ღმერთი, ექიმები როდესაც ცუდი მტრები და ასე ვთქვათ ძალიან და ეს მტკივნეულია და აი მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში შრომა დაუღალავი და მუდმივად განვითარება სხვანაირად წარმოუდგენელია და ესეც ვისწავლე, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად ექიმი ვერ დადებ იმ შედეგს და ნუ ამ ეტაპზე უფრო ალბათ აი ეს მარტო ექიმი როდესაც ვიყავი ეს უფრო გასაგებია რომ ეს პიროვნული სინ ჩამოთვალე რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც უკვე კლინიკის დამფუძნებელი დამერქვა და ეს დიდი საქმე ავიღე ჩემ თავზე, უფრო გართულდა ჩემი როგორც ყოფა, ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, როდესაც ორგანიზაციულ ეტაპზე ერთვები, იქ არ ხარ მარტო შენ, როგორც ექიმი. იქ არის მთელ გუნდზე ხარ პასუხისმგებელი, თითოეული ადამიანის არასწორი მიდგომა, თუნდაც ერთი სიტყვა
შეიძლება ანუ ეს მთელი მკურნალობის პროცესი გაგიფუჭოს, ასე ვთქვათ, და შედეგამდე ვერ მიხვიდე. ამიტომ ეგ გუნდზე პასუხისმგებლობა იქ, თანამედროვე მიდგომები იქ, რამდენად სწორად აყალიბებ ურთიერთობა შენ თანამშრომლებთან. აი ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ამან განმავითარა ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი ისეთი უნარ-ჩვევები შევიძინე, რაც მარტო ექიმობის დროს არ დამჭიროებია უბრალოდ. რაღაც რო არ მომწონდა ელემენტარულად დავრეკავ და ეს არ მომწონს გამოვასწორებ. всё, ეხა უკვე დასრულდა. ამიტომ ეხა უკვე ამის გამოსწორება შენზეა დამოკიდებული, შენ უნდა ჩაერთო და ყველა ეტაპზე, იმიტომ რომ ეს არის in vitro და შედეგი არის ჯაჭვი, ხო? ყველა რგოლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თითო რგოლის ამოვარდა მთლიანობას ჯაჭვის არ ხვევს, ხო? ავი ვერ მიდიხარ იმ შედეგამდე, რასაც ვთქვათ ორსულობა და ახალი სიცოცხლის დაბადება ქვია. ამიტომ ალბათ ეს გამოწვევა იყო ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი შემეკრა ეს გუნდი და სხვა უნარები გამომევლინა, რაც არ არის მარტო ექიმობასთან დაკავშირებული და პროფესიულ წინსვლასთან. კი ბატონო. და ერთი კითხვა მინდა რომ ვისაუბროთ, საინტერესოა, რატო ებრძვის ჩვენი საზოგადოება ესე ძალიან ხელოვნურ განაყოფიერებას რა? ანუ ერთია, არავის რელიგიურ გზნობებს არ შევეხები, უბრალოდ მესმის ხო, რომ ვიღაცა ამბობს, რომ ღვთისნებით უნდა მოხდეს ყველაფერი და აქ ჩარევა არ შეიძლება თუ რაღაცა, მაგრამ ჩვენ საუბრობდით თანამშრომლობ დროს მგონია რომ უნდა გაიჟღერდეს ეგეთი რაღაცა რა, რომ მაშინ სიცხე რო გაქვს, ნუ სვავ წამალსაც და ღვთისნებით იცით რა, ალბათ ოდითგანვე და წლების წინ და ალბათ საუკუნეების წინსაც ყოველივე თანამედროვეს მიმართ და ახლის მიმართ არის რაღაც განსაკუთრებული ინტერესიც, უარყოფითი დამოკიდებულება, შიშიც. ალბათ ეს იყო. ახალი ყოველთვის ადამიანში იწვევს რაღაცის შიშს. და ალბათ ზუსტად ეს თანამედროვე მიდგომები, სადაც მედიცინაში მივდივართ, იცით რა, აი თუნდაც ხელოვნური განაყოფიერება ზუსტად აქედან არის გამომდინარე, რომ ბავშვები არ იქნებიან ჯანმრთელი, ემბრიონი არ იქნება ჩემი, იქ თქვათ მოხდება რაღაც ემბრიონზე კვლევები და მსგავსი ცრუ და აბსურდული ინფორმაცია, ხო? რაღაც ახალი ყოველთვის იწვევს შიშს. ეს არა მარტო სამედიცინო სფეროში, ხო? ეს ბევრ პროფესიაში და ბევრ დარგში ესეა. ალბათ ეს ერთი. მეორე ფინანსურად უფრო რა იცი შიში და დამოკიდებულების გარდა, მაინც აღქმა რომ ეს ემბრიონი იქნება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში და სინჯარაში, იმიტომ რომ ეროვნაირად ხელოვნურ განაყოფიერებას ეძახდნენ სინჯარის ბავშვს, ხო, tube baby, ანუ სინჯარის ბავშვს, ესეც რომ რაღაცა ხელოვნურია, რაღაცა ხო არ არის ასე ვთქვათ ეშმაკის ხელი ამაში, იმიტომ რომ თუ არ ჩდება, არ უნდა გაჩნდეს, ხო? ნუ ამ გაგებით მაშინ დიალიზიც არ უნდა გავიკეთოთ, თირკმელიც არ უნდა გადავინერგოთ, ხო? იქ ანუ მედიცინა ვითარდება, შემოდის თანამედროვე აპარატურა, ცოდნა და რატომაც არა, თუ შეგვიძლია ჩვენ უშვილობა ამ მეთოდით დავამარცხოთ, რატო არ უნდა მივცეთ ესეთ წყვილებს საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლის უნარი, ხო? ამიტომ ვთვლი, ეს არის უფრო თანამედროვე მიდგომებისკენ შიში, რომ რაღაცა გამოიწვევს ის რაღაცას გართულებებს, რომელიც ხო, უფრო ამიტომ. თუმცა ხა წლების წინ იყო შემთხვევები, როდესაც წყვილები, თქვათ, მამაკაცები და ქალები რაღაც დამალული მოდიოდნენ ინტრო განაყოფიერებში, რაღაც ქუდებით, რომ არავინ არ დაინახოს და მაფრთხილებდნენ, რომ ჩემი ახლობელი თუ მოვა, არ წამოგცეთ, რომ მე ხელოვნურ განაყოფიერებას ვიკეთებ, ხო, იყო ეს სტიგმა. რატო იყო სირცხველი? იყო ეს სტიგმა, იმიტომ რომ ეს ასოცირდებოდა უნარობასთან, უძლურებასთან, პირადად თვით შეფასება მამაკაცებს უმცირდებათ, რომ რას ქვია, მე როგორ უნდა დამჭირდეს in vitro, როცა მე არ მაქვს არანაირი პრობლემა პოტენციალთან და უხსნიდით, რომ ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს კავშირი, ხო, თქვენ პოტენციალთან. ამიტომ აქედან გამომდინარე, ამ კუთხით საზოგადოება უფრო გაიზარდა. ესეც კარგია, ანუ თავიდან რო იყო ესეთი შიში და ესეთი სტიგმები, ეხა ეს სტიგმები ფაქტიურად მოიხსნა და აღარ არის ესეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ საზოგადოება ნახა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა და ჯანმრთელია ამ პროცესით, ამ პროცედურით, ხო, ანუ in vitro განაყოფიერებით. ამიტომ ნელ-ნელა ესეც გადაილახება აუცილებლად დროსთან ერთად და ალბათ შემდეგ უკვე წლების მერე სხვა გამოწვევები გვექნება და ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ, უკვე სხვა პრობლემები წამოიჭრება, რომელიც უფრო აქტუალური გახდება. ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა იმ პროფესიონალიზმისთვის და პირველ რიგში ყოველთვის მაგას ვიძახი პროფესიონალამდე იმ დამოკიდებული იმ სიყვარულისთვის, რაც გაქვთ ამ თემის, ამ სფეროს, ამ პროფესიის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად 1000-ჯერ მეტად ვაფასებ ასეთ ექიმებს მართლა გულწრფელად ჩემი დიდი პატივისცემა და სიმპათიები და მაყურებელს ვეტყვი, რომ ვისაც ექნება სურვილი, კლინიკის ლინკს დავტოვებ აღწერაში, რომ მოგმართონ და ადვილად მოგზებნონ და რა ვიცი, ბევრი წარმატება. და პაციენტებს მინდა ურჩიო, რომ არასდროს არ დანებდნენ. აუცილებლად ნდობა ექიმის, გუნდის, ძალისხმევა, თვითშეფასების ამაღლება და ბრძოლას ყოველთვისაც აზრი. ყველაფერი გამოვა. აუცილებლად და სუსუ ბოლოს როგორც ვამთავრებ ხოლმე მადლობით ჩემს მაყურებელთან, მადლობა ყველაფრისთვის და თუ ამ ვიდეოს ნახავთ და მოგეწონებათ, ბოლომდე უყურებთ, მოიწონათ ვიდეო თვითონ, იმიტომ რომ ეს იცით რომ მეხმარება ვიდეოს გავრცელებაში. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი პოდკასტის არხი, ან ეხლა შემოგვიერთით, გამოიწერეთ და შემოვერთით ჩვენ ძალიან დიდ გუნდს, რომელიც ვცდილობთ რომ უბრალოდ დიდ ოჯახს და ვცდილობთ რომ ეს გავიზარდოთ და მეტ ადამიანამდე მივაწვდინოთ თუნდაც ასეთი ინფორმაცია. მადლობა.